საღამოშვიდობის თქვენ უყურებთ ღია სივრცეს. მე ნინო ზაუტაშვილი ვარ. ჩვენ ადამიანები ვიბრძვით თავისუფლებისთვის, ღირსებისთვის, დამოუკიდებლობისთვის, ვიბრძვით უკეთესი მომავლისთვის, მაგრამ არის ვითარება, როცა რაც არ უნდა გააკეთო, კარგავ ყველაფერს, რაც შენ და შენს წინა თაობებს უკეთებია. როდესაც მიწას მიაქვს შენი სახკარი და შენი მეურნეობა. დღეს ასეთ კატასტროფას უყურებთ ჩვენ ხარაგაულის სოფლებში. ღვთისამბები რამდენიმე კვირის წინ გვიყვებოდა და რა ხდებოდა ხემაღალსა და ღვერგში, მაგრამ 2 დღის წინ ისევ ჩასულებს გაცილებით მძიმე სურათი დავდათ. გელამ თივლიშვილი დაბრუნდა ხარაგაულიდან და ცოტა ხანში ჩვენ მოვისმენთ სრულიად ახალ ამბავს ხარაგაულიდან, ხემაღალიდან და ღვერგიდან, ხოლო მანამდე რა გადაიყო გელამ თივლიშვილმა, ახლა მინდა პირველ რიგში შემოგთავაზოთ ჩვენს ეთერში. მე თორატო გავიმეთ ამაერი არა არ ქონიოსო ყოველდღე ასე ჩავყურით გავასწორებს დაწეული კიდე ჩვენ ეს გვინდა აქაურობა გვინდოდა აქ გვინდოდა ეს საბჯენი ბოლო მოიჭრეს და რა აფასებდნენ სანამ დაამთავრეს ვირავებს ასასკედავდნენ ხოლმე არ გვადარებდნენ ხოლმე აფეთქება რომ საიმა ზარი კი არა უკვე ახლა ოფსკრუნები არის ყველაფერს აკეთებს ბიძაი, თუ რამე ფუნქცია შეიძლება ყველაფერს. დაბლაც მიდის. შეღმარჩილაც მიდის. კიესო. მე თუ შეგაჩერე. ხარაგაული 2025 წლის ზაფხული. სოფლები ხემაღალი და ღვერგი სტიქიის პირისპირ. მოსახლეობა დაბნეული და სასოწარკვეთილი. მოკლედ აქ ამბები დაიწყო მაისის ბოლოს რა, ივნისის დასაწყისი რა, ესე პატარ-პატარა ბზარებით რო არ გწოდნოდა, ესეთი ამბავი მიმდინარეობდა გვალვას დააბრალებდი რა, ისეთი პატარა ნაპრალებით დაიწყო და უკვე დროის ძალიან მოკლე მონაკვეთში ეს სწრაფად გაიშალა, გაიზარდა, ჩავარდა მიწები და ნუ მოკლედ მე მიხვდით რომ რაღაც სხვასთან მქონდა საქმე. დანიშნულების პირველი ადგილი ხემაღალია. დანაპრალებულ სიცოცხლისათვის სახიფათო სოფელში ჯერ კიდევ რჩებიან მუდმივი მაცხოვრებლები. სოფელში ვართ უკვე და პირველი სახლი რომელსაც უკვე აივანი მოაძრო ამ მეწყერმა, ნახე? კი, ეს კი დასახლებულები არიან, წავიდნენ უკვე დატოვეს. თავარმა ნაპრალმა სოფელი შუაზე გაწყვიტა. სტიქიის ზონაში აღარ იცხოვრება. სახლები ისე დაზიანებული ნებისმიერ დროს შეიძლება სრულად დაინგრეს. აქ უკვე პირდაპირ ეზოებზე გადაიფრთხილად აქნება ჩამოდი. არ ჩამოინგრეს. აგერ კვინიკაძეების სახლი იყო, იქეთ გაჩიჩილაძეების, ყველგან იყვნენ მკვიდრი მაცხოვრებლები. ნე, ხა უკვე აღარავინ დაცალეს ყველაფერი, ახლა კი ნახეთ რა მდგომარეობაშიც არის. აუ, ეს რა მხელაზე არის. ეს საერთოდ არ იყო პატარა ბზარი იყო. ბზარი იყო და ხა არ ვიცი, ანუ ეს ჩამოვიდა, ამანა იწია, ხო, არ ვიცი. ჩაულებრივი სწორი გზა მოდიოდა და ადიოდა ისე აღბარცე როგორც ჩანს და როგორც ხა აქ არის. აი ხელა კლდე გაკეთებული, აი ისე არის იქაც. 2 კვირის წინ აი საერთოდ არაფერი არ ეთყობოდა აქ ბზარის გარდა. აი საერთოდ არ იყო, ჩამოირბენდი პირდაპირ. როგორც ზღაპრებში, სხვებით თუ წყლობით, ეს ნაპრალები დღეებით იზრდება. ეს კი უკვე თანახმოვარი ასე ნიმიზამი. დაჩერებალი ხოლმე დაძერა ბაი. ყოველდღე ასე ჩავყურით გავასწორებს დაწეული კიდე. ნენელა მიდის, იქით მიდის. აქეთ კი არ მიდის. იქით მიდის. და გასახლება გასწოს არაფერი. გასახლება სადავალ ახლა მე სახლები არ მაგდა, კარი არ მაგდა რა ვქნი. იმაგამ სიტუაციის საფრთხე არ არის. არის იქით მიდის თუ აქე ბოლიზრეველია ბეტონად. მე 150 მეტრში ვცხოვრობ ეგ. არა, მე გზა ხო უნდა მოვიდეს სანამ. და მე რა ასე გავაკეთებთ გზას. გადაღმა ეს გადავალთ ეს. თავარ ნაპრალამდე გზად ჩარჩენილ ადგილობრივებს ხვდებით. ცენტრალურმა ნაპრალმა პირდაპირ მალხაზ კვინიკაძის კარმიდამოზე გაიარა.
ვინა გახდრეში, მიშველებდები მე. აბა, შველაგია და ბრა. ის ვიდა შველაი, კაიშვა შენივრად ბო. რომელი სახვი იყო? ეს ასეთა მე როგორ შეღარ მედი. ეზოში შეშევდია მავა იმ შესვლას. ეს რაღაცასაულია ზო არ ვიცი. ყველაფერს აკეთებს ბიძაი. თუ რამე ფუნქცია შეიძლება ყველაფერი. დაბლაც მიდის. შეღმარჩილაც მიდის. თუ იქით შეგვერგისო ფერი შეიძლება. ჩემი თვალით უყურები. კაკალი იყო დაბლა. მეორე დღეს გადავიდე კაკალი ზეით იყო 4 მეტრით წამოღებული. გას ფეხზე. სახლი იყო გადახრილი, დანგრევას და წამე იყო მეორე მხარეს გამოხატა. ყველა კუთხით მოწმობს. ყველა კუთხით. აღა წამე იგი და გეროდგავ ჩვენ, უკვე თითქოს აი ვაკი არის, არაფერი არ მოხდა. სიამილეში ჩემი სახლი ახლა წესით. თლიანად როწევიდა ტერიტორია არ ეთყობა რომ სახლი დგას იგივე ტერიტორიაზე. წესი ჩემი სახლი სადაც იდგე 6 მეტრით წასული ქვე. ამ ნაპრალის ზემოთ 9 ოჯახი რჩება და მათ განსახლებას არავინ აპირებს. მიუხედავად იმისა, ნაპრალს ქვემოთ რა მოხდება. გარესამყაროსთან დასაკავშირებლად კი ალტერნატიული გზის გაყვანა იგეგმება, რაც არსებულ ვითარებაში შესაძლოა დამატებითი საფრთხე აღმოჩნდეს. აგერა ხო ჩემი ხანაგის ხოროს გიუდგენ. გამავი? გიარებდარი. გიასთან ხარ? გიასთან ანუ ცლიდა გუშინ სახს მე. ახლა ცლიდა რაღაცა პრობლემა დამეყარა და წერია. ინგას ვიდეო ნახე ტირო და ხალი მთელი ცხოვრების ნაწვალები ნაშრომია. მე თო რატო გაგვიმეტეს. გამოვკეტავთ კარებს და წავალთ. 52 წლის ინგა დევდარიანი უკვე 32 წელია ოჯახთან ერთად სოფელ ხემაღალში ცხოვრობს. სოფელში ჩვენი ყოფნის დროს ბოლო ნივთებს აგროვებდა. ნამდვილად ალყაში ვარ, ჩემი სახლი ბოლო ის არის. ყველასი გაიხსნა ჩემი ისევე საღი სალამათია სახლი და მე ვიცი ასეთი მსგავსი მიწის მოცურება და რამე არაფერი არ ყოფილა. ძალიან გვიჭირს ამ ადგილის დატოვება 32 წელიწადი რო აქ იქნები ძნელი ახლა აიბარგო წახვიდე საუნო წახვიდე თავშესაფარი არ გვაქვს 12 სული საქონელი მყავდა ვენახები გვაქვს ასეთი სოფლის მეურნეობას ვეწეოდით გავყიდე ეს ყველაფერი 12 წელს საქმე ლარის პასად ყველაფერი დაჩქარებული პროცესით მიატო ყველაფერი შემდეგი გაჩერება ღვერკია. სოფლამდე მისასვლელი სამანქანო გზის დიდი ნაწილი მეწყერმა წაიღო. რამდენიმე ასეულ მეტრზე მთის ფერდი მთლიანად მოწყვეტილია და მდინარე ყარნებას ხეობაშია ჩატანილი. გზის ზოგიერთი მონაკვეთი, რაც ჯერ კიდევ დარჩა, დატეხილია და ფეხით გავლად სახიფათოა. ღვერკამდე მიღწევას სხვა გზით ვცდილობთ. მეწყერი ყველგანაა. ღვერკში უკვე გველოდება მარადი გელაშვილი. პირველად ბზარები გამოჩნდა 26 მაისს ხემაღალის ტერიტორიაზე. პირველ ივნის ჩვენ აქაურმა მოსახლეობამ სოფლის შემოსასვლელში გზაზე შევამჩნიეთ პირველი ბზარები. პირველი ბზარები, რომელიც მალევე რა, აი 10 დღეში უკვე ისე გაიზარდა, რომ უკვე ტერიტორიაზე გადაადგილება მივხვდით, რომ სახიფათო იყო. არასრულ 3 დღეში 2 დღე ნახევარში დაახლოებით 5-7 სანტიმეტრს იმატებდა. მე ეს ბზარები უკვე სახლებზეც გამოჩნდა ეზოებში. იმ ეზოზე, სადაც პირდაპირ გაიარა ნაპრალმა, სახლები მალევე დაანგრია და მალევე დაშალა. არის ადგილები, სადაც გვერდზე ჩაუარა, აი მაგალითად ჩემი სახლის შემთხვევაში, თუმცა მე ამოვიდა განშტოებები და უკვე სამა განშტოებამ პატარა ბზარის სახით მთლიანად სახლზე გაიარა. მე გაიზარდა და ეხლა კინახავთ ხედავთ სახლი რამ მდგომარეობაში. ხემაღალის მსგავსად ადგილობრივი მცხოვრებლები ჯერ კიდევ რჩებიან ღვერკშიც. ზოგიერთ სახლს დაქირავებული მუშები შლიან, რომ მეპატრონეებმა მასალა გამოიყენონ. უბნებში აქაც მხოლოდ ფეხით გადაადგილებაა შესაძლებელი. არადა ღვერკელებს გზის მოსწორება დროებით მაინც სჭირდებათ, რომ გადარჩენილი ნივთები გაიტანონ. გზა არ არის გაწმენდილი, რომ ხალხმა რაღაცა სახელმწიფო უბრალოდ რაღაცა რო კაცმა იყოს, რატომ უნდა გააფუჭებიო ბოლომდე ყველაფერი. განცხადებად რამდენი ხანია გადაგზავნილი მაგ, იცი?
სახლის დაშლას ვითხოვ. იკითხეს მაინც ამას ისე ვერ გაწმინდა, მანქანა ვერ გადავალ. ტრაქტორისტი იძახის რომ საბურავი არ მაქვს მეტი ვერ გადავალო. გზიდან თუ ვერ გადადის ეგეთი ტრაქტორი რა თქმა. მაგისთან ტრაქტორი გჭირდება სტადიონზე. არც ეკალია იქ არც ხიარი, აბა იარი რამდენი გინდა. აქ იდგა მარანი. აი ეს ბოძი სადაც არის. მარანზე გაიარა პირდაპირ. ქვეშ. ხო, აი ეგ ათია მარანი გადიტანა აქ. კარები აქ იყო შესასვლელი. და მარნის კარები იქ იყო. და აბტიე დანგრადებით იმასე გავასწორე. მე ზე ისე იყო, მე ხო ისე იყო, მე თუნცამე იყო, მე ბოლო. მუხის ფიცარია ხოლმ მოსულზე გავაფუძებ და აბტიე დავალ. ეს ყველაფერი ხარჯები აბა. სულებს მოუყარა თავი ყველას ერთად ეგერ მინდანა ყველა. 1 2 3 4 5 ტური ახლა იქნა მოგროვილი ერთ. 62 წლის რომან ხარატიშვილის სახლი დაბზარულია, თუმცა მსუბუქად. ხემაღალიდან წამოსულმა ნაპრალმა მეზობლის თინიკო ხარატიშვილის სახლზე გაიარა და ის სრულად დაანგრია. ღვერკი ლაშეს დამაკავშირებელი გზის დამეწყრილი ადგილისკენ ვითარება სულ უფრო მძიმდება. ამის იქით მოსახლეობა ცხოვრობს, დაახლოებით 7-8 ოჯახი. და სარგებლობენ ამ გზით, მაგრამ რაღაც სარგებლობენ. აქ ერთი თვენახევრის წინ არაფერი არ იყო. პირველი ბზარი ზევიდან თავი ბზარი რო წამოვიდა და ეს ორი სახლი რო დაანგრია, ნელ-ნელა გაჩნდა აქ და აი ამ მდგომარეობაში ჩააგდო აქაურობა. მეწყრული პროცესებით ღვერკი ხემაღალთან შედარებით უფრო მეტადაა დაზარალებული. დანგრეული ან დანგრევის პირას მისული სახლებიც უფრო ბევრია. ეს იყო მარტო სოფელი არ იყო ჩვენში. არ იყო მარტო ზაფხულის და რაღაცა დასასვენი ჩვენ არ დაგვისვენია, მუშაობდით მივდიოდით და სიბერეს აკვაპირები გატარება. სიმწრის ფასაცვად აქამდე მოსული. ვიტოვებ იმედს, რომ რაღაცა კი არ დაგვეხმარებიან. რაც საჭიროა, იმას გაგვიკეთებენ და თუ არა და მე მართლა არ არის თლად ჩალით დახურული ქვეყანა. დავდგებით ყველა ერთად და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ რაღაცა მივიღოთ. ბევრი პირობა აქვს. რამაც გამოიწვია, თვითონაც ყველამ კარგად იცის ყველაფერი, პატარა თავისთავად თავისი კანონი აქვს თაგოს. ყველაფერი რაღაცა, მაგრამ მიხმარებული როა და ადამიანის ხელი რო ურევია და ახლა კი არა, რომელ ტოტზე ვზივართ, იმ ტოტს ჩვენ რო ვიჭრით, დიდი ხანია. ფაქტის ახეზია. ვაშენებ და ვანგრებ. ან ვანგრებ და ვაშენებ. ყველაფერი კარგად იცის, დაკონკრეტება არა საჭირო. არ მკითხულობ ვინ რა გააკეთა. ვინც გააკეთა, ყველა ერთად უნდა შეერთდეს და უნდა ჩვენ დაგვეხმაროთ. მაგრამ შენ გონია ბოლომდე დაგვეხმარებია? შეძლებ? ჩვენ ეს გვინდა, აქაურობა გვინდოდა, აქ გვინდოდა. კინიგზა გადის ეს დაწინ სოფლის მითარაც არის ესე ფერდი რო ჩადის, იმის ძირში გადის რკინიგზა. აქეთ ამ ხარეს არის 2 ადგილას ჩამოჭრა და ერთი გვირავი გაკეთებული აი ამ ფერს. აქეთ მარჯვენა მხარეს კი. ეს მდინარე ეხლა მდინარე ყარნება ჩადის რაღაც 800-900 მეტრში, გაივლის რკინიგზის ხიდის ქვეშ და უერთდება მდინარე ჩხერიმელას. რკინიგზის მონაკვეთს ასწორებდნენ ჩქაროსნულს რო გაევლო. იყო ორგანთის ჩამოჭრის საჭიროება. წესით უნდა ჩამოიღოთ ეს ყველაფერი ტრაქტორების და მძიმე ტექნიკის საშუალებით, მაგრამ რატომღაც ეგრე გადაწყვიტეს, რომ აფეთქებები ჩინელები მუშაობდნენ. ეს ჩინელები მანამდე 1 წლით ადრე 2019-ში მუშაობდნენ ნუნისი ზვარეს მხარეს და იქ ერთი მთა გაიქცათ საერთოდ რა რაღაცა დარღვევით გაკეთდა, მთა გაიქცა და მე ქაური ამბავი იმიტომ არ გახმაურდა, რომ მოსახლეობას არ შექმნია საფრთხე, მთა წამოვიდა მთლიანად და ამ მოსახლეობას, მაცხოვრებლებს და სოფლებს ალტერნატიული გზა მისცეს და ეს ამბავი არც გაჟღერებულად. აქეთ მაგის საშიშროება არც ჩანდა თითქოს და ეხლა აფეთქებების დროს ვიცით რომ რამდენიმე სახლში შუშებით ჩაიმსხვრა. აქ ხმაური ისმოდა. იყო ხოლმე ისეთი ბიძგებიც რომ შუშა ბანს რო ეძახიან, ჭურჭელი რო ალაგია და რაღაცა შუშები რო არის, ზანზარი ქონდა რაღაც თავისებული რა. როცა აფეთქებდნენ მაშინ.
იმ ტერიტორიიდან ეს ადგილი მე მაგ გაზომილ რუკაზე პირდაპირ რაღაც კილომეტრი და 100-ია, კილომეტრი და პირდაპირ მანძილს გულისხმობს რა. ეხლა ჩვენ მოსახლეობის დიდ ნაწილს და მათ შორის მეც გონია რომ ეს არის რკინიგზის მშენებლობის შედეგი. სადაც იყო აფეთქებები, ყველას ესმოდა აქ, შუშები ზანზარებდა ზოგგან. ყველა ვაბრალებთ ამას. თითქმის რა, ეხლა ზოგი იტყვის საჯაროდ, ზოგი ვერ იტყვის. ანუ ხმამაღლა ისმოდა გაიგებდი რა, ზოგი ვინც ცოტა უფრო ახლოს არის რკინიგზისგან, უფრო გაიგებდა. სანამ შესაძლებლობა ჰქონდათ, აფეთქებდნენ. არ ვიცი ეხლა მაგათთან როგორ არის. მზეზეა დამოკიდებული, რომ მზე უნდა იყოს და ისე აფეთქონ. თუ ისე უნდა იყოს. ტრაქტორებითაც მუშაობდნენ და მე მგონი ტრაქტორებით რო ვეღარ იმუშავეს, მოდი პირდაპირ ეს ოვიშოროთ და ამოაფეთქეს. ადგილობრივი მცხოვრებლები გვიყვებიან, რომ თბილისი-ბათუმი რკინიგზის მოდერნიზაციის პროექტის ფარგლებში 2019 წლიდან მომდევნო პერიოდში ძლიერი აფეთქებების ხმა სახლებში ხანგრძლივად ესმოდათ. ხმა რა არ ისმოდა? ხშირად? ბევრი ხნის განმავლობაში? სანამ არ დაამთავრეს გვირაბები ახლოში რომელიც იყო აქ როკეთება ძირულიდან მაგარი ხმები ამოდია. რა დაშორებაზე ცხოვრობ მაგასთან? ძირულიდან ვარ 3 კილომეტრში. 3 კილომეტრში ხმა გესმოდა? სასაულად. გზასაც კეტავდნენ ხოლმე, არ გვადარებდნენ ხოლმე. იყო ხმები იყო. აღარ თქვა არ იყო და. ხმები იქიდან კი ბიძგები იყო. ხმასთან ერთად ფიზიკურადაც იგრძნობოდა? ბიძგები იყო. აფეთქების ზოგჯერ ისეთი ხმები იყო. იტყოდი რომ ნეტა რა ხდება მეზობელ სოფელში. ყველაფერი კარგად იცის შემოძმა. რა ხდება და რა მოხდა? ჩემი აზრია, აქეთ პერევალი, აქეთ რკინიგზა, აფეთქება. ამას ყველაფერს უნდა სოდნა, ამას ყველაფერს უნდა აზრი გონება, აქ არის რაღაცა დარღვეული და გამიჩნიეს ყველაფერი. მთის ამბებმა ხემაღალსა და ღვერკში მცხოვრებ კიდევ 20-მდე პირთან გადაამოწმა, რა სიხშირით ესმოდათ აფეთქებების ხმა. ხელში ორჯერ დაახლოებით მაინც. აფეთქების ყველას ესმოდა, როგორ გესმოდა? ეს სახლის ჭრიალის ხმა ისმოდა. რუკაზე გავზომეთ მანძილიც მათი სახლებიდან რკინიგზამდე, ახალგაჭრილ გვირაბამდე და მოჭრილ მთამდე. ექსპერიმენტის შედეგად გამოვარკვიეთ, რომ ვინც რკინიგზიდან 2 კილომეტრში ცხოვრობდა, მათ აფეთქებების ხმაც ესმოდათ და ვიბრაციასაც გრძნობდნენ. ვისი სახლებიც უფრო მოშორებით იყო, ან ჯერ კიდევ დგას, ისინი მხოლოდ აფეთქებების ხმას იგებდნენ. ჯამში პირისპირ და ტელეფონით 35 ოჯახს ვესაუბრეთ. მხოლოდ 4-მა გითხრა, რომ აფეთქებების ხმა არ გაუგია. უმრავლესობა დარწმუნებულია, რომ ხემაღალსა და ღვერკში მეწყრული პროცესები რკინიგზის მოდერნიზებამ გამოიწვია. გზები გაყავდათ ეს რკინიგზის თუ რამე ისეთი, რა ვიცი. გეოლოგები არიან მოსულები და ალბათ დაადგენენ ისი ბრალია რა ვიცი. გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგებმა ხემაღალსა და ღვერკში არსებული მდგომარეობა უკვე შეაფასეს. პირველად დასკვნაში ისინი ვიზუალურ დათვალიერებას ეყრდნობიან და წერენ, რომ მეწყრული პროცესები აქტიურმა ნეოტექტონიკურმა მოძრაობებმა და 2025 წლის ზამთრისა და გაზაფხულის პერიოდში მოსულმა უხმა ნალექებმა გამოიწვია. მიუხედავად იმისა, რომ რკინიგზის გასაფართოებლად ხემაღალის ძირში მთა არის მოჭრილი, იქვეა ახალგაჭრილი გვირაბიც, რომლისთვისაც მთა აფეთქებებით გახვრიტეს. გეოლოგებმა პირველად დასკვნაშივე ხაზგასმით აღნიშნეს, რომ საკვლევ ტერიტორიაზე ადამიანის არასწორი საინჟინრო სამეურნეო საქმიანობით გამოწვეული გართულებები არ ფიქსირდება. მაგას ვერ დავეთანხმები, სწორად, რასაც ჩვენ ლაპარაკობთ. ეს ყველაფერი გაკეთებულია ადამიანის მიერ. ადამიანმა დაარღვია წონასწორობა არსებული. ის მეოთხეული, როგორც გეოლოგების 2 მილიონი წელზე მეტი არსებობს იქა. არის და არის. სახლებიც იყო, ამუშავებენ ყველაფერი, ეხლა დასკდა. ეხლა როცა უნდა გაარკვიოს, როდის ჩამოჭრეს საქართველოს გეოლოგიური საზოგადოების პრეზიდენტი და გარემოს დაცვის ყოფილი მინისტრი შოთა ადამია გარემოს ეროვნული სააგენტოს პირველად დასკვნას კატეგორიულად არიზიარებს და ამტკიცებს, რომ თუ არა ადამიანის ჩარევა ერთადერთი, რასაც ღვერკსა და ხემაღალში ასეთი მასშტაბის პროცესების გამოწვევა შეეძლო, ძლიერი მიწისძვრა. ასეთი მიწისძვრა კი საქართველოში ბოლო 34 წლის განმავლობაში არ მომხდარა. ჩვენ გამოვირიცხავთ ტექტონიკას, რაღაცა მიდგინა მიწას, რომ ამოდელა მასა
არ არის ძალიან დაქანდება და ვალიდაცია წამოვიდეს ქვევით რაღაცა უნდა ბიძგი ვიცეს ამ ბიძგი შეიძლება იყოს ბუნებრივი ტექტონიკური როგორც ამოვენ მაგრამ მაშინ უნდა იყოს მიწისძვრები შეიძლება იყოს უკვე ხელოვნური აფეთქებები და აქ უნდა ვეძიოთ სადაც დამარხული ძაღლის თავი გარემოს ეროვნული სააგენტოს პირველადი დასკვნის შემდეგ ხარაგაულის მერიამ კერძო კომპანია გეოლოჯიკი დაიქირავა და თითქმის 150,000 ლარად კომპლექსური საინჟინრო გეოლოგიური კვლევის ჩატარება დაუკვეთა. ხელშეკრულების თანახმად კომპანიამ უნდა გამოიკვლიოს ვარგისია თუ არა სახლების საცხოვრებლად, როგორი და რამდენია ნაპრალების ფორმა და ზომა, რა ფართობზეა მეწყერი გავრცელებული და გეოლოგიური რუკაც შეადგინოს. მერიამ კომპანიას არ დაავალა მთავარი საკითხის გარკვევა, რამ გამოიწვია მეწყრული პროცესები. მეც არ უკვე ვის რა შეიძლება. შო, პირველი გვაინტერესებს, ბიჭო, მე კი აღარაფერი მიშურეს დამდაგრეულ ხას ისი მიზეზი, გინდა ისია დაგრეულ შოღარ უშელი და ცხოვრება აღარ შეიძლება. მაგრამ მიზეზი ხო უნდა იცოდე ისი. გვაინტერესებს რომ ვიცოეთ რა დაგვაგება. თის ამბებმა შეისწავლა გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგიური ბიულეტენები 2014 წლიდან. ეს არის ყოველწლიური დოკუმენტი, სადაც აღწერილია გეოლოგიური საფრთხეები მთელი საქართველოს მასშტაბით. ხარაგაულის სოფელი ღვერკი სპეციალიზებულ რუკაზე 2016 წლის ჩათვლით საერთოდ არ არის დატანილი. პირველად 2017 წელს ჩნდება იასამნისფერი აღნიშვნით, რაც გეოლოგიურად დაძაბულ უბანს ნიშნავს. 2021 წლიდან კი ღვერკი უკვე წითლადაა მონიშნული, ანუ მეწყერსაშიში გახდა. ზესტაფონი ხარაგაულის რკინიგზის მონაკვეთის მოდერნიზება სწორედ 2019 წლიდან დაიწყო და 2021 წელსაც მიმდინარეობდა. არაერთი მცდელობის მიუხედავად გარემოს ეროვნული სააგენტოდან ვერ მივიღეთ განმარტებები. 2021 წელს სოფელი ღვერკი რის საფუძველზე აღნიშნეს მეწყერსაშიშ ზონად და გეოლოგიური ვითარების მკვეთრად გაუარესების გამო შეფასდა თუ არა, რა ზეგავლენა ექნებოდა რკინიგზის მოდერნიზების პროექტს ირგვლივ მდებარე დასახლებულ პუნქტებზე. თბილისი-ბათუმის სარკინიგზო მაგისტრალის მოდერნიზაციის სამუშაოებს ჩინეთის რკინიგზის 23 ბიურო ასრულებდა, რომელმაც ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სხვა სოფლებში არაერთი სახიფათო პრობლემა შექმნა მანამდეც, ვიდრე ღვერკი მეწყერსაშიშ ზონად იქცეოდა. თის ამბები ამ თემაზე მუშაობას აგრძელებს. შეისწავლონ რა მოხდა ამ ადგილებში ადამიანის მიერ, რამაც გამოიწვია ესეთი ძლიერი ბიძგი. ბიძგების გარეშე. ბიძგები რო ყოფილიყო, მაშინ არ უნდა ადამიანი არ ჭირდება იმას. ეს გეოლოგიური მოვლენა არის, ბიძგების შოუი დადგენება. და ეს მიწის რა სიმძლავრის უნდა ყოფილიყო დაუშვათ. აქ უნდა ყოფილიყო სიმძლავრის ისეთი, როგორიც მოხდა მაგალითად სპიტაკში 6-7 ბალიანი. მაგნიტუდო და რიხტერის სკალით. აქ არაფერი ძგავსი არ ჩანს. და ეს მიწისძვრა შეიძლება რომ თქვა ადრე მომხდარიყო და ეხლა არა, ადრე შემომიგეროა. ანუ ეხლა უნდა მომხდარიყო. გასაგებია, საბჯენი რასაც ჰქონდა ამ საფარს, რომელიც იღებდა დაუშვათ წყლით, ხო? ავას ეს საბჯენი მოუჭრეს. და მოუჭრეს და თან აფეთქებდნენ. აფეთქებდნენ. ერთიც არის და მეორეც. ესე იგი საყდენი გამოოცალეს ამავიდას და მეორე ბიძგები. კრაის რომ წავიდეს იქიდან საიდან გამო. აი ეს არის ძირითადი მიზეზი. ხემაღალსა და ღვერკში უსახლკაროდ დარჩენილ ადამიანებს ქართული ოცნების ხელისუფლება ბინის დროებით დასაქირავებლად 300 ლარს სთავაზობს. ქირას გთავაზობენ, მაგრამ 300 ლარს. 300 ლარიანი ბინა ხარაგაულში არ არის, მაუმატესესა. ქირას ესეთი თანხები არის 400 დაბლა ვერ იშოვიდა. გასახლება რო უთხრეს, ნახე როგორ მოხდა. ვალდებულება გადაიტანეს მოსახლეობის მხარეს. უთხრეს რომ სახლები მოძებნეთ და აგიფინანსეთ 300 ლარზე იყო საუბარი. მერე ქონდა შეხვედრა
მერიის წარმომადგენლებთან 3 ივლისის ღამეს 4 რო იწყებოდა, შუა ღამეს იყვნენ ამოსულები წვიმდა. მათ შორის ველაპარაკეთ, რომ არ იყო საკმარისი ეს თანხა და მაშინ დავხვდები, რომ გაიზრდებოდა ეს ჭერი 500 ლარზე. ნუ სამწუხაროდ ეგეთი რაღაცაც მოხდა, რომ ვიღაცებმა ისარგებლეს ამით და ეს სახლების ფასი მოიმატა ძალიან გარშემო ტერიტორიაზე რა, უცებ გაიზარდა, რომ 90-ს რაღაცა გაჩნდა. ფასიც გაზარდეს. 64 წლის მზია დევდარიანი ერთ-ერთია, ვინც დროებით განსახლების პირველ ტალღაში მოჰყვა. მან 300 ლარად სახლი ხარაგაულის შესასვლელში, მარნების კორპუსებში იქირავა. სოფლიდან დაბა ხარაგაულში გადასვლას სივიწროვის გარდა სხვა ბევრი პრობლემებიც ახლავს თან. ქათმები მყავდა და ჩემ გოგოს გავატანეს ყველა. ეხლა ერთ თავში თუნდა იჭი. პენსიით 500 ლარი, ჩემი და ჩემი მეუღლის. მე 200 ლარი მეკვითება, სესხი მაქვს გამოტანილი და ამიტომ ორივე სია 500 ლარი. ისე მეურნეობა გქონდა ხილი, სიმინდი მოყავდა, ლობიო. რა ვიცი, ყველაფერი ხილი, თავარია ცოცხლები ვართ. დანაკლისი ჯვარი გწერია და არც ერთ სოფელში არაფერია იმის გამო არ 6 თვეო და მე არ ვიცი რა იქნება. 30,000-ად ერთ ოთახსაც ვერ შევიძებ. ინტერვიუს ბოლოს მზია განსახლების კომპენსაციის სიმცირეზე საუბრობს. დაბალი ფასი ახლა ამ ხელასახკარზე 30,000 ლარი არაფერი არა. 100,000 უშველი 74 წელში აშენებული და ჩემი სახლი და სხვისი სახლი ახლა განსხვავდება კიდევ. ამას აუდიტის მოსვლას აღწერას, არ ვიცი, არ გვპირდებიან, არ ვიცი. მეურნეობა კიდევ ვენახია თუ ხილია თუ რაც არის, ყველაფერი უნდა აიღწეროს ალბათ, აპარა ვიცი. ჩვენ ხო ყველაფერს ტოვებთ, მარტო სახლს ხო არ ტოვებთ. მათ, ვისაც სახელმწიფო ეკომიგრანტის სტატუსს ანიჭებს, 30,000 ლარს უხდიან საცხოვრებელი სახლის შესაძენად და ცხოვრების თავიდან დასაწყებად. სოფლის მოსახლეობა კერძო აუდიტის დაქირავებას და დამოუკიდებლად ქონების შეფასებას უსახსრობის გამო ვერ ახერხებს. მათთვის იდეალური გამოსავალი შექმნილ ვითარებაში ალტერნატიულ უსაფრთხო ადგილას მიწის გამოყოფა და მთელი სოფლის ერთიანად გადაყვანა. ვერჩევნოდა რომ ერთი ადგილი სადმე გამოეყოთ, ისევე მეზობლობა ერთად ჩავსახლებულიყავით. არავინ არაფერს არ გვპირდება, არ ვიცი. ყველამ ჩვენ თავს უნდა უშველოთ ალბათ. მე არავის იმედი მაქვს პირადად. რთულ მდგომარეობაში არიან ისინიც, ვისაც სადმე სხვა საცხოვრებელი აქვთ. მათ 30,000 ლარიან კომპენსაციასაც არ ხპირდებიან. ესე სახლი რაღა იმაქვს მე? წევიდე იქა. ეს ვიცია. კომპენსაციების საკითხზე ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერი კობა ლურსმანაშვილი კანონმდებლობას იშველიებს. ეკომიგრანტების სააგენტოს დადგენილი ტარიფი აქვს ესეთი და გეოლოგები, ვისაც დაუდგენენ დროებით გადაყვანას, მათზე ესე იგი მოქმედებს ეს პროგრამა. ეკომიგრანტებისთვის საკომპენსაციო თანხის ოდენობა ჯანდაცვის მინისტრის 2013 წლის ბრძანებით არის განსაზღვრული და 12 წლის განმავლობაში არაფერი შეცვლილა. 2013 წელს დეპუტატის ყოველთვიური ხელფასი 2,000 ლარი იყო. დღეს თითქმის 12,000 ლარია. კომპენსაცია ახლა ძალიანაც იყვიროს, ხმა თუ გეოლოგების დასკვნა არ დაიდო ოფიციალური გასახლების, გამგერები ვერაფერს ვერ განიკეთებს. გაველოგვა თუ არა, თუ არ დაღარ როგორ დროებით გასული. რომელია 5 თაღი. დროებით გასული და თუ გეოლოგმა არ დადო მუდმივი გასახლება. ხუთი ხიბიჭე უნდა წევით. ვანაერად არ გამო. ო და ახლა რომ მივიდო და ვეჩხუბით დააზრია. შეგახსენებთ, ეს გელა ფილმშულმა გადაიღო 3 კვირის წინ. მაგრამ სანამ ახალ ინფორმაციას მოგვაწვდის, გელა მე მინდა ერთი ინფორმაცია მივაწოდო ჩვენს მაყურებელ საზოგადოებას. ჩვენ დაუკავშირდით გარანოს ეროვნული დაცვის სააგენტოს და ვთხოვეთ გადაცემაში მონაწილეობა. დაუკავშირდით უშუალოდ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელს, მაგრამ მათ გითხრეს, რომ სააგენტო ახლა ამ ეტაპზე არ არის ჩართული მიმდინარე პროცესების კონტროლში.
და ასეთი წერილი გამოგვიგზავნეს. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ხარაგაულის მუნიციპალიტეტში სოფლებში ხემაღალსა და ღვერგში არსებული მეწყერი გააქტიურდა. მეწყრულმა მასებმა ნაწილობრივ გადაკეტა მდინარე ყორნება. დამატებითი საფრთხეების შეფასების მიზნით გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტებმა ოპერატიულად მოახდინეს სიტუაციის შეფასება. წინასწარი ინფორმაციით მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება. კითხვაზე თუ ვინ აკონტროლებს ახლა იქ სიტუაციას, გითხრეს რომ ადგილზე სიტუაციას სწავლობს კერძო კომპანია, რომელიც მუნიციპალიტეტმა დაიქირავა. მე სანამ გელასთან გადავალ სტუმრებს წარმოგიდგენთ ნინო ჩხობაძე, ხათუნა გოგალაძე, ეს არის ორი ადამიანი, რომელსაც ძალიან მნიშვნელოვანი პოზიციები, გარემოს დაცვის მინისტრის პოზიციები ეკავათ სხვადასხვა დროს საქართველოში და აუცილებლად მინდა ერთი მოკლე კითხვა სანამ გელასთან გადავალ. ნინო, რამდენად შეიძლება ასეთ მძიმე პროცესებში არ იყოს თავიდან ბოლომდე ჩართული გარემოს ეროვნული სააგენტო? არა მარტო გარემოს ეროვნული სააგენტო, თვითონ სამინისტრო უნდა იყოს ჩართული ამ პროცესში. გარემოს ეროვნული სააგენტო ჩვეულებრივი მონიტორინგის სამსახურია ამ შემთხვევაში. ვინ არის პასუხისმგებელი პირი? ვინ უნდა იყოს ჩართული? სამწუხაროდ ჩვენი ბოლო კანონმდებლობა არ სვამს საკითხს, ვინ არის პასუხისმგებელი. ჩვენ რო ვეძებოთ, ვინ არის ბოლოს და ბოლოს პასუხისმგებელი, ვინ უნდა მართოს სიტუაცია, რა უნდა გააკეთოს, თუ მარტო მუნიციპალიტეტი არის პასუხისმგებელი. ეს არ ჩანს კანონმდებლობაში მკაფიოდ, ამიტომ არის გადაბრალება ერთი უწყებიდან მეორე უწყებაში, არა ჩვენ ეს არ გვეხება, ჩვენ მარტო მონიტორინგს ვაკეთებთ. საბოლოო ჯამში ჩვენ არ აყავს გადაწყვეტილების მიმღები პირი, რა უნდა გავაკეთოთ ახლა, რა გეგმით უნდა ვიაროთ ახლა, რა უნდა გაკეთდეს საერთოდ, იმიტომ რომ აქ სიტუაცია არის უფრო მძიმე და რამდენიც მე ვხვდები, როგორც ამბობენ სპეციალისტები, იგივე გარემოს დაცვის სააგენტო, ეს პროცესები გაგრძელდება ჩვენ და სამწუხაროდ. ხათუნა, ყოველთვის ასე იყო, რომ ვთქვათ, გარემოს ეროვნული სააგენტო ამ ტიპის პროცესებში არ იყო ჩართული ძალიან აქტიურად. როგორც ქალბატონმა ნინომ აღნიშნა, გარემოს ეროვნული სააგენტო, ეს არის პირველ რიგში ვიტყვი, რომ ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი სტრუქტურა და ესეთი მნიშვნელოვან საქმეს რომ აკეთებს. მათი ფუნქცია, დიახაც, რომ ეს არის მონიტორინგი, მათი ფუნქცია ესეთი საველე სამუშაოების შესრულება, აღწერა, ეს ბიულეტენებიც, რაზეც ფილმშიც იყო საუბარი, ყოველწლიური გეოლოგიური ბიულეტენით, სწორედ მაგას ემსახურება, ბიულეტენი ორი ნაწილისგან შედგება, ერთი აღწერა, თქვათ, რა მოხდა და მეორე, თქვათ, პროგნოზებიც, რა შეიძლება ველოდოთ, მან საკმაოდ დეტალურად არის ხოლმე აღწერილი, თუ რომელი ადგილებია საფრთხის ქვეშ და ასე შემდეგ. შემდეგ ეს დოკუმენტი ხელმისაწვდომია კი არა და ეგზავნება ინფრასტრუქტურის სამინისტროსაც, მუნიციპალიტეტებსაც, მაგრამ სამწუხაროდ ეს სამწუხარო რეალობაა, რომ აი თქვათ აი ამ პროცესების კოორდინირებაზე რომ აი ვინ არის, ვინ უნდა მიიღოს, ეს მაინც რაღაცა მუნიციპალიტეტზე გადადის ხოლმე ამის ტვირთი და აქ ვფიქრობ, რომ ნამდვილად გვაქვს გარკვეული საკანონმდებლო ხარვეზი, რომ აი ეს მკაფიოდ გამოკვეთილად არ არის და ძალიან მარტივია, რომ ერთმანეთს გადააბრალონ. თუმცა გარემოს ეროვნული სააგენტოს ფუნქცია არის ეს მონიტორინგის, სწორედ ამ სიტუაციის გაანალიზების, აღწერის და შესაბამის ანუ იქ უნდა იყოს ახლა გარემოს ეროვნული სააგენტო, გარემოს დაცვის სამინისტრო და უნდა მიმდინარეობდეს მონიტორინგი, ხო? არა მარტო მონიტორინგი, ეხლა უკვე უნდა მიმდინარეობდეს კოორდინირება. და ალბათ ამაზე მერეც ვისაუბრებთ, რომ საუბარი იყო, თქვათ, იმის ვინ არის ამ ყველაფერზე პასუხისმგებელი, ეს რამ გამოიწვია და თქვათ, აქ შეიძლება ერთვებოდეს ზედამხედველობის დეპარტამენტის გარდა. ჩვენ გვექნება დრო იმისთვის, რომ ამ თემებზე ვისაუბროთ, რაც ახლა თქვენ დაასახელეთ. მე ჩემ კოლეგას ახლა გელამ თივლიშვილს ვთხოვ, რომელიც თავიდან ბოლომდეა ჩართული ამ პროცესში, გუშინ ჩამოვიდა ზუსტად ხარაგაულიდან და ჩამოიტანა ცხელი მასალა, აბსოლუტურად აი ამ დღეების მასალა. გელა, როგორ შეაფასებდი, აი შენი შეფასება როგორი იქნება, ვთქვათ, სამი კვირის წინ როცა იყავი და როცა გუშინ იყავი და გუშინ ნახე ყველაფერი. რა არის შესამჩნევი თუნდაც ერთი თვალის შეხედვით? ხო, დავიწყოთ იმით, რომ ბოლო ერთი თვეა აქტიურად ზედიზედ რამდენიმე დღე და მე კიდევ რამდენიმე კვირის გამოშვებით კიდევ რამდენიმე დღე ვართ ხემაღალსა და ღვერკში და არ ვარ მხოლოდ მე ჩვენი ჯგუფიდან, ხო? არც ერთხელ ამ არაერთი ვიზიტის დროს, არაერთი ხანგრძლივი ყოფნისას იქ არ მინახავს
არც ერთ სოფელში გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები. ერთადერთხელ 3 კვირის წინ ვნახე და ეს სრული პასუხისმგებლობით შემიძლია ვთქვა, იმიტომ რომ ამ სოფელში ბევრი მხრიდან ვეღარ შეხვალ, ერთი ან მეორე გზით ვილიკით უკვე და დანგრეული გზებით არის შესროლი, სოფელში გადაადგილება ანუ ძალიან გართულებული ან ზოგიერთ შემთხვევაში შეუძლებელია მხოლოდ ფეხით უნდა გადაადგილდე, შესაბამისად იქ რომ ვინმე ყოფილიყო, მე თუ ვერ ვნახავდი, აუცილებლად მექნებოდა ადგილობრივებისგან ინფორმაცია. ამიტომ სრული პასუხისმგებლობით შემიძლია ვთქვა, რომ გარემოს დაცვის სამინისტროს არც ერთი უწყება ამ სოფლებში ამ წუთში და ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში უბრალოდ არ მუშაობს. შესრულა ისინი არიან ქვემოთ, მდინარე ყარნებას იმ ადგილას, სადაც მდინარე ყარნება უერთდება ჩხერიმელას, იცით რომ მდინარე ყარნება არის დაგუბებული, გუშინ როდესაც ჩვენ ვიყავით ხემაღალში და ღვერგში გადავიღეთ მდინარე ყარნებას დაგუბებული მონაკვეთიც, კი ხედავდით და გვესმოდა რომ იქ რამდენიმე ერთეული ტრაქტორი და ტექნიკა მუშაობდა, რომ ეს წყალი როგორღაც გახსნან და უფრო მეტი დაგუბება აღარ მოხდეს, მაგრამ ძალიან ცოტა რაოდენობით გამოდის სინამდვილეში წყალი მდინარე ყარნებას ხეობიდან, რომელიც მე ჩხერიმელას უერთდება და უფრო დიდი რაოდენობა იქ გუბდება და ეს ზემოდან მოწყვეტილი მთის მასივიდანაც ჩანს. ანუ ერთი რომ არ ყოფილან მეორე რომ თვითონ გარემოს ეროვნული სააგენტოდან დიდი ძალისხმევის შედეგად და ბევრი ჩხუბის შედეგად რა ინფორმაციაც მოვიპოვეთ წერილობითი გზით ეს მეწყრული პროცესები სულ მცირე 68 ჰექტარზეა გავრცელებული ხემაღალსა და ღვერკში 68 ჰექტარი არ არის ცოტა ხო ბევრია საკმაოდ და თქვენ ჩვენს ახალ მასალაში რომელიც აი ჩემს უკან ახლა ეკრანზეც გადის მინდა გითხრათ რომ მთელი ეს მთის მასივი, განსაკუთრებით ხემაღალის მონაკვეთზე, რომელიც არის მოწყვეტილი, დახეთქილი, დანაწევრებული, არ ვიცი, უზარმაზარი უფსკრულები და ღრმულებია, თვალს ვერ გააწვდენ და რამე რომ ჩააგდო, ვერ გააყოლებ, ხომ თვალს. არის, ანუ ყველა სახიფათო არის ეს, რომ ეს მთელი მოწყვეტილი და დანაწევრებული მთის მასივი არის ზემოთ და ზუსტად ამ დანაწევრებული დახეთქილი მთის ძირში ქვემოთ გადის თბილისი-ბათუმის სარკინიგზო მაგისტრალი. რკინიგზა, რომელთაც გადადის ტვირთი, გადადიან ტრანსპორტერება ხდება მგზავრების, მე არ ვიცი ის რამდენად უსაფრთხოა, განსაკუთრებული საფრთხის შემცველია, მაგრამ ზემოთ ასეთი დახეთქილი მთა იყოს და ქვემოთ მატარებლები დარბოდნენ და დადიოდნენ დღეში რამდენჯერმე მთელი დღის განმავლობაში იქ რო ვართ და აი ამ დგაფუნით ლიანდაგებზე რომ დადის ეს მძიმე სატვირთო მატარებლები, კი ზემოთაც კი ჯერ ერთი მატარებლის გავლამდეც და როდესაც მატარებელი არ გადის, იქ ხედავთ რომ ინგრევა ყველაფერი, ანუ იქ ხარ და ხედავ რომ ხან სახლი ინგრევა, ხან მიწა ინგრევა, ხან რაღაც სხვა ნივთებიცვიო ამ ღრმულებში. კი, გადაღებული გვაქვს და ნახავს ახლა მაყურებელი. ანუ იმის თქმა მინდა რომ ერთი რომ დიდი ალბათობით ეს არის სახიფათო და მეორე რომ თქვენ გარემოს ეროვნული სააგენტოს წერილი წაიკითხეთ, ციტატა მოიყვანეთ, თითქოს კი არა და ასია რომ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიამ შეუკვეთა ეს ჩვენ სიუჟეტშიც იყო აღნიშნული ერთ-ერთ კომპანიას კვლევა, ოღონდ ეს კვლევა მიზეს კი არ ადგენს როგორც იყო ნათქვამი რამ გამოიწვია ეს მეწყრული პროცესები, არამედ სხვა საკითხები, სხვა დავალებები აქვთ განსაზღვრული ამ კომპანიისთვის. ეს ახალგაზრდები, მამაკაცები იყვნენ იქ რაღაც საბურღი მანქანით, ვიდრე გზები ბოლომდე ჩავარდებოდა და ჩაინგრევოდა, ეს იყო დაახლოებით 2-3 კვირის წინ აკეთებდნენ ბურღებს დაახლოებით 25 მეტრის სიღრმეზე და მას შემდეგ ისინი იქ არავინ არ უნახავს. არავინ ეს ორი სოფელი ამ წუთში არის სპეციალისტებისგან და შესაბამის უწყებებისგან სრულიად მიტოვებული. ხარაგაულის მერია არაერთხელ გავრცელებულ განცხადებაში ავრცელებს რომ თითქოს იქიდან მოსახლეობა გაყვანილია, მაგრამ იქ ჯერ კიდევ მუდმივად ცხოვრობენ ადამიანები პირდაპირ სტიქიის ზონაში, სტიქიის ეპიცენტრში. ძნელია ამ ადამიანებს აუხსნა ქართული ოცნების ხელისუფლების წარმომადგენლებს როგორი რთულია ადამიანებისთვის ამ სოფლებიდან აყრა და სხვაგან გასახლება. არა, ჯერ ერთი არ არის საკმარისი 300 ლარი, რასაც თავაზობენ და 300 ლარად ქირით რაიმე შოვნა არის რთული. მეორე რომ 30000 ლარს თავაზობენ ეკომიგრანტის სტატუსის მიცემის შემდეგ და 30000 ლარადაც რაიმე ბინის და სახლის ყიდვა ასევე რთულია, მაგრამ ამ ბინის და ბინა და სახლი ხო არ არის სახლის გარდა ნინო კი ჩემი ხანგრძლივი ყოფნის პერიოდში ზუსტად ეგ უნახე რომ ადამიანებს აქვთ ბაღები, ბოსტნები, საქონლის მეურნეობები, რითაც ისინი საზრდოობდნენ და ის ბევრ შემთხვევაში ერთადერთი შემოსავალი იყო. ანუ ისინი იქ რომ ცხოვრობდნენ ამით და ეს ყველაფერი აღარა აქვთ, ხო, ჩაიტანა მიწამ და რაც დარჩა იმას ისიც მიაქვს და 30000 ლარს სამთავაზობ და იმის იქით არაფერს ამ ადამიანებმა საზრდოობა, ანუ არსებობა როგორ უნდა გააგრძელონ და თანაც ამის მიღმა აი ჩვენ გქონდა მთის ამბებზე ერთი ისტორია გელა კვინიკაძის, რომელიც არ ტოვებს სოფელს
იმიტომ რომ იქ აქვს მეუღლის და შვილის საფლავი, კიდე სხვა ოჯახის სხვა წევრების საფლავი და უჭერს ძალიან იქიდან წასვლა. ეს ემოციური ბმა ჩემთვის და ჩვენთვის გასაგებია, მაგრამ გაუგებარია გადაწყვეტილების მიღების პირებისთვის. ისინი ვერ იგებენ ამას, იმიტომ რომ მიეცი 30000 ლარი ჯერ ერთი არასაკმარისია, მე მეორე ეს არ არის მთავარი. ადამიანებს აკავშირებთ ემოციური ბმები, რაღაცა სხვა ურთიერთობები ამ სოფლებთან და მათთან თუ არ იმუშავებ და წადი, იმიტომ რომ საშიშია, ეგრე არ არის. ამბობს კიდეც ადამიანი რომ შიშზე ძლიერი სიყვარულიაო და ეხა იქ როგორ გინდა რომ იმუშაო იმ ადამიანებს საფრთხე ემუქრებათ იქ რომ არიან მეტიც ადგილობრივმა ხელისუფლებამ და ცენტრალურმა ხელისუფლებამ არაფერი გააკეთეს რომ ამ ადამიანებს სახლებში რაც ჰქონდათ ავეჯი და ტექნიკა ისინი მაინც გამოეტანათ რომ შემდგომ რაღაცას რომ იყიდნენ 30000 ლარად ნაკვეთს მეორადი სამშენებლო მასალა გამოეყენებინათ და მოეხმარათ თლიანად სახლები ჩადეს მიწაში იმიტომ რომ გზა ვერ შეავსეს ის ღრმულები დროებით მაინც ვიდრე ესე გაუარესდებოდა და კრიტიკული გახდებოდა ვითარება და არ დაგვაუწყდეს რომ ყველაფერს ამას აკეთებს ჩინური კომპანია ამ მოდერნიზების სამუშაოებს იგივე ჩინური კომპანია ახორციელებს რიკოთის გზის მშენებლობის სამუშაოებს გონი ხადის ხეობის გავლით რომ ყაზბეგის რაიონში და შემდგომ იქით რუსეთისკენ უკვე გზა გადის ეგეც ამათი აშენებულია და ჩვენ ვხედავთ მთელი რიკოთის გზა როგორ არის დაკერებული ეს ჩამოშლამდე და დანგრევამდე მიყვანილი მთები ბეტონის ფარდებით რას დაიჭერს კარგად აჩვენებს ხვერკი და ხემაგალი და ალბათ უნდა ვნახოთ ხო ბოლო მასალა რა ჩვენ მასალა რომელიც გუშინ ჩამოიტანა, ახლა ძალიან საინტერესო იქნება. მე მგონი რომ არ გამოეპარება მაყურებელს აი ეს სხვაობა უკვე აი ზუსტად ერთ თვეში რა სხვაობაც გელამ აღმოაჩინა და გადაიღო და მოისმინა ამ ადამიანებისგან. თქვენ მოისმენთ ახლა იმ ადამიანებს, რომლებიც ამ წუთასაც აი მდგომარეობაში არიან, მაგრამ არ ტოვებენ თავიანთ ადგილებს. ნახოთ ვიდეო. ბუნებრივად ეს არაფერი ასეთი აქ არ იქნებოდა. ესე იგი რაღაცამ შეუწყო ხელი. რაღაც ხელი შემწყობია. და ეს არის გამოწვეული რაღაც გარკვეული მიზეზების გამო. რა ამბობთ და არ ამბობთ და რა ვთქვა. რაზე ვარაუდო? ვინაც უნდა თქვას, ის არ ამბობს. ხო და მე ვიტყვი, მე არ მეშინია მაგის. შუაღამე რო წამოდის, აი უბრალოდ, აი რო ვთქვა ჩვენ ესე იგი ისეთი სტიქიურად მოძრაობენ ეს 60 ტონიანი ვაგონები რომელიც ბათუმში გადაიტვირთება ეს საზღვავი ეს ყველაფერი და ესე იგი აქ გაუდის ისეთი ხმაური მე მით უმეტეს ის ხეობა ხო და ის ხეობა იტაცებს ამას როდესაც რკინიგზის გაფართოების პროექტს ახორციელებდნენ აი როცა ეს აფეთქებითი სამუშაოები იყო ხმები გესმოდათ რა არის ახლა მაშინ არავინ აქცევდა ამას ყურადღებას ეს მოდათ და ძალიანად ზანზარებდა თურმე მე არ ყოფილა მაგრამ ჩვენი მეზობლები ამბობენ ვის იყო რამდენი წლის წინ იყო რა გესმოდათ ვისგან რა იცით გადმოცემით იცით დაინგრა მიდის აი შენობა მიდის ესე იგი ყოველ დღე აბსოლუტურად ყველაფერი არის გრევის პირობებში. ეს სახლი შარშან გავარემონტეთ საცოდაობით. ეს რაც დაიწყო დავშალეთ ახალი კარფანჯერა გქონდა ყველაფერი რა ვიცი ყველაფერი ახალი გამოვიღეთ რაც მოვასწარით და წავიღეთ. დაბლა და მაღლა ხელიც არ მოგვიკიდია ისე დარჩა, იმიტომ რომ ჩაკეტილია ყველაფერი და ვეღარ გაგვაქვს ვერაფერი, აღარც გზა არის, აღარც არაფერი აღარ არის. ეს რა ვქნათ, ასე გაგვიმეტა მერთმა ბუნებამ, ადამიანმა ყველამ. ასე საცოდავად დავრჩით. წერს უარ უსურებს კაცის ამბავია. წეხანაც ვთქვი და კიდევ ამბობ, ნეტა დამწვარიყო, სუდა ფერფლილიყო და ადგილი მაინც დარჩენილიყო რომ ავაწყობდით და ხელახლა დავიწყებდით ცხოვრებას არაფრისდან როგორც ადრე ისე ახლა. ახალგაზრდაც არ ვარ, რა ვიცი, რამდენ ხანი უნდა ვიყო ამ ემიგრაციაში რომ კიდე თავიდან ახლაც შევქმნა ეს ხო 40 წელია მაგას ვაკეთებ 40 წელია და ახლა როცა ყველაფერი დამთავრდა და ვიფიქრებ всё მე დაუბრუნდები ჩემს სახლში და ჩემს სამეზობლოში და ჩემს შვილმომავალთან ახლა აგერ ხედავთ რა ამბავია და რა ხდება აქ რა ვიცი ეს ხალეჭა მაისის ბოლოს დაიწყო ეს პროცესები აქ აი ელვისის სწრაფით ვითარდებოდა ღრმულები რასაც ქვია და აი სამი თვის შუალედში რა გახდა თქვენს ხედავთ და აი სახლის ქვეშ გაიარა სახლის ქვეშ გაიარა და ის სახლი წამოიღო იქეთა ნაწილი რაც არის დარჩენილი ალბათ ამასაც რამდენიმე
დღე ჭირდება ან შეიძლება რამდენიმე საათში ჩამოიშალოს ყველაფერი რა. აი ის სახლი ქვემოთ რომ არის. აი ქვემოდან ლაშიდან რომ გამოხედავთ პირდაპირ ჩანს აი ჩვეულებრივი კლდე. აი ჩამოშლილი ხეობისკენ წაღებული მასა მიწის და ჩვეულებრივად აქ ისეთი უღრანი ტყე იყო იქიდან არაფერი არ ჩანდა. და ეხლა ყველაფერი ხელის გულზე ჩანს. ჩემი თვალით რაც მაქვს დანახი და ჩემი ყურით გაგონილი რაც მაქვს ეს არის ის რომ 2019 წლიდან აქ რო აფეთქებები დაიწყო რკინიგზაზე რკინიგზის მოდერნიზაციის პროექტი რო გააკეთეს ხაშურის ზესტაფონის მონაკვეთში ხარაგაულის ზესტაფონის ეს კონკრეტული ჩვენი ლოკაცია ჩემი არავისი მონათხრობით არავისი ჩემიდან პირდაპირ მე ვიყავი აქ და მოხუცი მამა მყავდა უვლიდი ცუდად მყავდა ლოგინად იყო ჩავარდნილი უვლიდი და ისეთი საშინელი ხმები იყო აფეთქებების დროს რომ აი ალბათ ავადყოფი ადამიანი ვარდებოდა ლოგინიდან რასაც ქვია რა აი ვართ მინდობილი რომ არის ყველაფერი როგორც გეგმა აქვს ისე მიყვება ამ გეგმას იქნება საინჟინრო გეოლოგიური კვლევები ჩატარებული რომ აქ არაფერი არ გაფუჭდება ამ აფეთქებებით და ზუსტად ამ პრინციპით მოქმედებდით ჩვენს და არც გაგვივლია გულში რომ ესეთი პროცესები იქნებოდა აქ მაგრამ მივიღეთ სულ სხვა სურათი მივიღეთ საშინელება ეს არის ჯოჯოხეთი რაც აქ მოაწყვეს ეს არ არის მარტო ბუნების აქ ბუნების ხელის ჩარევა ანუ ბუნებამ რო რაღაცა კატაკლიზმა გამოიწვიოს აქ არის რაღაცა 15-20% ანუ 30% აქ ამ ხელა სოფელი იყო არანაირი მეწყერი ეს ჯერ მეწყერიც არ არის რა ის მეწყერი ეს მეწყერი მიდის და მიაკ ეს ვარდება იქით ზემოთ სოფლები ვაკე ადგილზე მეწყერი როგორ შეიძლება მოხდეს ბავშვის ნახატებია ბავშვის ნახატებია ნახე ტასუნას ნახატები აი мама ჩემთან რეზოსთან ერთად ხატავდა ამას ნახე სახლი აქვს მე ვაპირებდი აქაურობის ბაღნარად გადაქცევას მაგრამ ბუნებამ და ვიღაცების არაკეთილ სინდისიერმა ქცევებმა და ნებამ რა დღეში ჩაგვაგდო რაღა უნდა გავაკეთო აქ რა უნდა გავაკეთო ვერ მივატოვებ ვერ წავალ აქედან სადმე მაინც უნდა ახლოში ვიპოვო რომ აქვე დედა მამა ბებია და ბაბუა მყავს იმ სასაფლაოებს ვერ მივატოვებ აქაურობას თუნდაც დანგრეულს უნდა შევხედო მომენტები არსებობს ელან და მაინც შენ რა შედაბეჭდილება დაგჭა ყველაზე მეტად და რა არის მთავარი პრობლემა შენი ძალიან მოკლედ მინდა გავუსვა ხაზი რამდენიმე დეტალს რა ეს სიუჟეტშიც იყო მაგრამ კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო მაყურებლის ყურადღებისთვის ანუ ღვერკი და ხემაღალი 2016 წლამდე გეოლოგიური რუკაზე რომელიც არის სპეციალიზებული დოკუმენტი რომელსაც ამზადებს გარემოს დაცვის სამინისტროს უწყება გარემოს ეროვნული სააგენტო და ამზადებს და ამ რუკაზე არის დატანილი ყველა ის რაიონი სოფელი ქალაქი სადაც არის პრობლემები ღვერკი და ხემაღალი ხარაგაულის ეს ორი სოფელი 2016 წლის ჩათვლით ამ რუკებზე საერთოდ არ არის დატანილი. ანუ ის იყო უპრობლემო. მეორე, დაუშვათ იყო რაღაც პრობლემა და როდესაც მოქალაქე ზარი შევიდა, მე ჩავიდნენ ესენი სპეციალისტები შესასწავლად. 2017 წელს ღვერკი გაჩნდა იესამნისფერი აღნიშვნით ამ რუკაზე, რაც ნიშნავს, რომ ის უკვე გეოლოგიურად დაიძაბა უბანი. რკინიგზის მოდერნიზების პროექტი ზუსტად ამ მთის ძირში, მათ შორის დიდი მონაკვეთია, მაგრამ მათ შორის ამ მთის ძირშიც, ხო? დაიწყო 2019 წელს სამუშაოები, რომელიც მათ შორის აფეთქებით მოიცავდა გვირაბის გაჭრას. ეხლა 2017 წლიდან უკვე იესამნისფრად რო გაქვს აღნიშნული, ანუ გეოლოგიურად დაძაბული უბანი როა და იმის ძირში 2019 წელს აფეთქებით სამუშაოებს რო იწყებ გვირაბის გასაჭრელად. ანუ ცოტა აზრზე ხო უნდა იყო და იფრთხილო, რომ ზემოთ გეოლოგიურად დაძაბული უბანია და შეიძლება პროცესები მოყვეს და 2019 წელს რომ დაიწყო აფეთქებით სამუშაოები, რომელიც გაგრძელდა 2021 წლის ჩათვლით და ჩვენ სიუჟეტში ადგილობრივი მცხოვრებლები იხსენებენ ამას როგორ ხმებს, როგორი ხმა ესმოდა და მათ შორის როგორ ვიბრაციას გრძნობდნენ საცხოვრებელ სახლებში
2021 წლიდან ღვერკი ამ რუკაზე არის უკვე წითლად აღნიშნული. ანუ რაც ნიშნავს, რომ მეწყერსაშიში გახდა ზუსტად იმ პერიოდს ემთხვევა ეს ყველაფერი, როდესაც იმ მონაკვეთში რკინიგზის მოდერნიზების სამუშაოები უფრო მარტივად რომ ვთქვათ, აფეთქებით მიმდინარეობდა გვირაბის გაჭრა და ამ რკინიგზის გაფართოება. და ამ მძიმე ვითარების მიუხედავად, არც ერთხელ მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, არც ღვერკში და არც ხემაღალში, სადაც ნებისმიერ დროს შეიძლება ადამიანი დაიღუპოს და ყველა სახლი დანგრეული ანინგრევა, არ ჩასულა გარემოს დაცვის მინისტრი ქართული ოცნების მთავრობის და სად არიან რთველში რომ დაჰყავს დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და აქეთ იქით დაფრინავს ჩავიდეს იმორ სოფელში მიწა რო ყლაპავს და შეხედოს და უთხრას იმ ხალხს რამე და რამით დაეხმარონ. გელა ძალიან დიდი მადლობა ჩვენ ყურადღებით ვიქნებით ამასთან დაკავშირებით და თვისებები ყოველთვის ჩავა და გააშუქებს და ჩვენც მზად ვიქნებით ღია სივრცეში ამ თემებზე გავაგრძელოთ ლაპარაკი. ჩვენ ახლა რეკლამაზე გავდივართ და დავბრუნდებით ისევ ამ თემაზე სალაპარაკოთ. ბრუნდებით ღია სივრცეში, ჩვენ ახლა შემოგვიერთდნენ თამარ მშვენიერაძე, ღია სივრცის ჟურნალისტი, აკაკი გიგნაძე, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ადამიანი, რომელიც დღეს ილაპარაკებს ძალიან ბევრი იმ საკითხთან დაკავშირებით, რომელიც ალბათ უძღოდა წინ იმ პროცესს, რომელიც ეხლა განვითარდა ხარაგაულში, ღვერდსა და სხვადასხვა სოფლებში, მაგრამ ნინო, სანამ გადავალთ ახლა თამარზე და კაკოზე, მე მაინც მინდა დავსვა ესეთი შეკითხვა, რომელიც ალბათ აინტერესებს აბსოლუტურად ყველას, ვინც ახლა გადაცემას უყურებს. რა შეიძლება დასახელდეს აი ესეთი მძიმე მოვლენების ამ პროცესების მიზეზად? აი რა შეიძლება წარმოიდგინონ გარემოს დამცველებმა? ერთპიროვნულად მაინც ვერაფერს ვერ წარმოიდგენ, სანამ ჩვენ ბოლომდე კვლევებს არ დავასრულებთ. ეს მოდი ვთქვათ პირდაპირ, მაგრამ რომ ეს ადამიანის ჩარევას რაღაცა ქონდა, ეს არის ერთ-ერთი ფაქტორი, ეს ფაქტია. და შეიძლება თანხwebdriver იყოს რამდენიმე ფაქტორის ერთდროულად, მაგრამ ეს ხო შესაძლებელია. ეს მარტო ერთი დასკვნით ჩვენ ვერაფერს ვერ გავაკეთებთ. სერიოზულად უნდა იყოს ნამუშევარი მაგა და პირველ რიგში უნდა გადავხედოთ ყველა იმ ინფრასტრუქტურულ პროექტებს, რომელიც ხორციელდება ხარაგაულში. ყველას აბსოლუტურად. ჩვეულებრივი გზის, გრუნტის გზის გაყვანაც კი ხარაგაულისთვის არის პრობლემატური. ესეთი მარტივი არ არის არაფერი, იმიტომ რომ ხარაგაულს ძალიან რთული რელიეფი აქვს, რთული ოროგრაფია აქვს შიგნით. მარტო რელიეფი აღარ არის, უკვე პრობლემებია შიგნით ისეთი, იმიტომ რომ საერთოდ ჩვენ ვიცით, რომ ეს ქედები და ყველა არის აბსოლუტურად დაძრული. მთელ საქართველოში პრობლემები. ეს კლიმატისცვლილებას უკავშირდება. ეს უკავშირდება ნაწილობრივ კლიმატის ცვლილებას და არასწორ ქმედებას. ჩვენ არასწორ ქმედებას. შეიძლება აბსოლუტურად არანაირი პრობლემა არ ქონდეს რაღაცა სახს აშენებდე და იმან გამოიწვიოს რაღაცა პროცესი, რომელიც უნდა შეაფასო, შეისწავლო და გააკეთო. ჩვენ ხო არ ვაკეთებთ ესეთ შეფასებებს. და გეუბნებით ჩვეულებრივი გრუნტის გზის გაყვანაც კი ხარაგაულში არის პრობლემატური. არა მარტო ხარაგაულში, თითქმის ყველა მთიან რეგიონში. აი ხა ვინმე ვიცით გარდა იმ კერძო კომპანიისა, რომელიც იყო დასახელებული, რომელსაც მუნიციპალიტეტმა შეუკვეთა, თქვათ კვლევა. ვიცით რაიმე გვაქვს ინფორმაცია, რომ სახელმწიფო, რომელიმე სტრუქტურა ან დაინტერესებული კომპანია ამას აკეთებს დაკვეთით თქვათ იგივე გარემოს სიმართლე რო გითხრათ, ჩემთვის ეს საერთოდ მიუღებელია, როცა კერძო სტრუქტურას კი კარგია სპეციალისტები ყავს კერძო სტრუქტურას, მაგრამ ჯერ ერთი კომისიური წესით უნდა შექმნილიყო რაღაცა კომისია, რომელიც ცენტრალური ხელისუფლებიდან იქნებოდა მივლინებული. უფლებამოსილებები უნდა კონდეს ამ კომისიას, არ შეიძლება ესე. ერთი არის რომ მონიტორინგს აკეთებ, მაგრამ ვიღაცამ გადაწყვეტილება უნდა მიიღოს. კომპანია გადაწყვეტილებას ვერ მიიღებს. დადებს დასკვნას. დადებს დასკვნას, მე ხო ვიღაცამ გადაწყვეტილება უნდა მიიღოს. უკვე კომისიური წესით უნდა მუშაობდეს, რამდენიმე უწყება უნდა იყოს ჩართული. ერთი არ ეყოფა ამას, რკინიგზაც უნდა იყოს ჩართული და ყველა დოკუმენტი, რომელიც უნდა ყოფილიყო ამოწეული, რა გაკეთდა, როგორ გაკეთდა, სად იყო, საერთაშორისო პროექტები ხორციელდებოდა. მოდით აი ეს დასკვნებიც უნდა ვნახოთ. ყველაფერი უნდა ინახოს.
აი ხათუნა კიდე უფრო რო გავშალოთ თემა, აი აქტორად შემოდის რკინიგზა აუცილებლად, იმიტომ რომ იქვე ძალიან ახლო ტერიტორიაზე მოხდა რკინიგზის მოდერნიზაციის მთელი სამუშაოები ჩატარდა. ასეთ შემთხვევაში აი თქვენ როგორც გარემოს დაცვის ყოფილი მინისტრი, სამწუხაროდ ორივე აქ ვარ. ორივე აქ ხართ. რა სახის სამუშაოებს ჩაატარებდით და რა შეიძლება სწრაფად? ხომ არ არის საერთოდ დაგვიანებული ის რაც ახლა დაიწყება? იცით რა, მე საკითხს სიტუაცია რო ძალიან დრამატულია, ეს სიუჟეტებიდანაც ჩანს. მართლა კატასტროფული მდგომარეობა, ადამიანები თან, როდესაც თქვათ 3 კვირის წინ რაღაც გარკვეული მდგომარეობა იყო და უკვე 3 კვირაში კიდევ უფრო დამძიმებულია და ამას გეოლოგებიც მუდმივად ამბობენ, რომ როდესაც გეოლოგიური პროცესები, ეს კატასტროფები, მეწყერი თუ ვარცოფი თუ რაც არის ძალიან დროში სწრაფად განვითარებადი მოვლენებია, ვთქვათ დღეს რომ შეისწავლი რაღაც მოვლენას და არის ასეთი მდგომარეობა, მომავალ წელს უკვე შეცვლილი მდგომარეობა შეიძლება დახვდეს, იმიტომ რომ სხვადასხვა პროცესების გამო იქნება ეს კლიმატის ცვლილება, იქნება ნალექიანობა, რომელიც შეიძლება ასე რაღაც მომენტში უფრო მეტი იყოს, იქნება ეს ადამიანების ზემოქმედება, ვთქვათ, ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება თუ სხვადასხვა, ამ ყველაფერმა შეიძლება სწრაფად შეცვალოს სურათი. ამიტომ, როდესაც რაღაცა ასეთი გეოლოგიური პრობლემა არის იდენტიფიცირებული, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დროული ზომები იყოს გატარებული, მაგრამ აი კონკრეტულად ამ შემთხვევაზე ხა მე რაღაც ასე ორად გავყოფდი ამ საკითხს. ერთი რაც არ უნდა იყოს ამის მიზეზი, სულ რომ არაფერ შუაში არ იყოს რკინიგზა და ეს იყოს ესეთი ბუნებრივი კატასტროფის, ანუ მეწყრული პროცესები, რომელიც გამოწეულია სხვადასხვა ბუნებრივი, საერთოდ რომ არ იყოს არაფერ შუაში და არაფერ შუაში არ არის არანაირი ინფრასტრუქტურული პროექტი, არანაირი ადამიანების ჩარევა და ამ შემთხვევაშიც კი პირველი რაც არის გასაკეთებელი, ეს არის ამ ადამიანების შველა. იმიტომ რომ წარმოუდგენელი ამბავია, რომ ადამიანი ერთი ოჯახიც რომ იყოს, ერთი ადამიანიც რომ ცხოვრობდეს იმ ოჯახში, ერთი სახლის, ერთი მოსახლეც რომ იყოს, იმ ერთ ადამიანს უნდა შველა და იმ ერთ ადამიანს უნდა ამ ადამიანისთვის უნდა იყოს შეთავაზებული გამოსავალი ამ სიტუაციიდან. რა უნდა იყოს ახლა ეს გამოსავალი ამ სიტუაციიდან? ძალიან სწორად იქნა აღნიშნული, გელამაც აღნიშნა, თქვენც ბრძანეთ, რომ ეს არ არის მხოლოდ, როდესაც ადამიანს ესეთი სახკარი ენგრევა, თქვათ, დავანებოთ თავი ამ წუთას ვისი ბრალია და რა ბუნებრივი რა. აუცილებელია, რომ ეს არ არის მხოლოდ პირველ რიგში, არ არის მხოლოდ მატერიალური ქონება და თქვა არ არის მხოლოდ სახლი და სხვადასხვა არც მარტო სავარგული და ქათამი და თქვა ის საქონელი, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ შე შემთხვევაში ეს მხოლოდ შეიძლება ეს იყოს მათი შემოსავლის წყარო და საცხოვრისის საფუძველი, ხო? მაგრამ ესეც აი ამისი კომპენსირებაც კი არ არის საკმარისი, იმიტომ რომ ადამიანი არის სოციალური არსება, ადამიანს აქვს თავისი ესეთი კულტურული, ემოციური, აგერგელა მაგალითიც მოიყვანა რომ ვიღაცას რაღაც ამიტომ ამ ყველაფერს როგორც მატერიალურ, ასევე არამატერიალურ ღირებულებებს უნდა საკმაოდ ადამიანისთვის ხშირად მატერიალურზე მეტად, სწორედ მისი სოციალური თუ კულტურული თუ სხვა ესეთი ემოციური ღირებულებებია. ამიტომ საერთაშორისო პრაქტიკა, ვთქვათ, ასეთ შემთხვევებში არის, რომ ეს უნდა იყოს ძალიან კარგად შეფასებული და ნამდვილად როგორ თქვა, სასაცილო თანხა არის, თქვა თუ ეკომიგრანტისთან ისიც თუ მიენიჭა 30000 ლარით კომპენსირება, ნამდვილად აი საიდან გამოვიდა საერთოდ ეს თანხა? ხო, მაგას ვერ გეტყვით, ახლა მე მგონი ეს რაღაც რამდენი საკმაოდ დიდი ხნის წინ მიღებულია და როდესაც როგორ ხდება, ვთქვათ, იგივე ხელფასების მატება თუ რაც არის ამის ფონზე, ნუ ფაქტობრივად 30000 ლარი გამოდის. რამდენი ერთი პარლამენტარის ორთვე ნახევარის ხელფასი თუ რაღაცა. ანუ ვთქვათ, უბრალოდ ეს არ არის საკმარისი, კი არა, საკმარისთან მიახლოებული თანხაც კი. მით უმეტეს რომ სახელმწიფო და ამ ყველაფერზე აი ამ ადამიანის ერთი ოჯახიც რომ იყოს მეთქი და მით უმეტეს აი ამ ადამიანის უსაფრთხო გარემოს შექმნაზე და იმისთვის რომ მარტო უსაფრთხო კი არა, ღირსეული შეთავაზება უნდა გაუკეთდეს ამ ადამიანებს და ამაში უნდა შედიოდეს და ვთქვათ
ვთქვათ, პირველ რიგში დროებითი თავშესაფარი შეიძლება და არა ის რომ შენ ქირის ფულს მოგცემ და შენ ეძებე სად და როგორ და აუცილებლად დახმარება რომ მოხდეს მათი ქონების წაღება ადამიანებს არ აქვთ იმის საშუალება რომ იქნებონ მანქანები მით უმეტეს ასეთ პირობებში ალბათ ჩვეულებრივი მსუბუქი მანქანით გადაადგილებაც რთული იქნება არ აქვთ ამის საშუალება იმის საშუალებაც არ აქვს ძალიან ბევრს რომ მიწა გამოუყონ და ვთქვათ იქ მოდი და ააშენი ახლა იმიტომ რომ ამას თავისი ორგანიზება ჭირდება ვიღაცა შეიძლება იქ სკოლის მასწავლებელი იყოს რო აიყვან ამ ადამიანს და სადღაც ვთქვათ თვითონ იშოვა ადგილი ან შენ გადაასახლეს შენ მიეცი ვთქვათ ადგილიც მოუძებნე სახელმწიფოს გულისხმობ მაგრამ ის ადამიანი იქ შეიძლება მართლა ან მასწავლებელი იყო ან რაღაცა სადღაც მუშაობდა რაღაც ამბულატორიაში არ ვიცი შეთავაზება ანუ როგორ უნდა მოხდეს ამ ადამიანებისთვის და ვისგან უნდა მოხდეს მიმსგავსებული კი არა საერთოდ ითვლება რომ მსგავსიან უკეთესი პირობების შეთავაზება უნდა მოხდეს იმისთვის რომ ამ ადამიანების თუ გინდა რომ იყო ქვეყანა რომელიც ზრუნავს ადამიანების კეთილდღეობაზე და ხა რაღაცა ორჯერ ორია ის რომ სახელმწიფოს პირველი დანიშნულება არის რომ უზრუნველყოს და ზრუნავდეს ადამიანის კეთილდღეობის ზრდაზე ეს არის ერთი ნაწილი ხა გამიგრძელდა სიტყვა და თუ გნებავთ მეორე ნაწილი არის უკვე პასუხისმგებლობის საკითხი რომ აი სად მივდივართ ანუ ვთქვათ ეს ამ შემთხვევაში ეს ყველაფერი აუცილებლად გასაკეთებელია ახლა ვინ არის და რისი ბრალია ვთქვათ ეს ყველაფერი ხო ეს როგორც ქალბატონმა ნინომ თქვა ეს რაღაცა ცალსახად მით უმეტეს ჩემი მხრიდან რომელიც არ ვარ სპეციალისტი გეოლოგი არ ვარ და ხა თქვა რომ ეს აუცილებლად იქნება ამ რკინიგზის მოდერნიზებით ეს რა თქმა უნდა ჩემი მხრიდან არ იქნება სწორი და არ იქნება სერიოზული ამის თქმა თუმცა აი ეს პროცესი მთლიანად დაწყებული იქიდან რომ როგორ მოხდა როგორ დაიწყო ამ მოდერნიზების პროცესი რა დოკუმენტები რა კვლევები იქნა ჩატარებული თავის დროზე საერთოდ როდესაც თუ რამე როგორც გეოლოგები და გეოინჟინრები ამბობენ არ არსებობს განუხორციელებელი პროექტი ნუ ვთქვათ მივიღოთ ეს ასე როგორც სპეციალისტის რომ გააჩნია მოცემულობა გააჩნია რა თანხას ჩადებ რა კვლევებს გააკეთებ თორე სადღაც ოკეანეში კუნძულებს აშენებენ ხომ და რაღაცა ეს უბრალოდ გააჩნია ვთქვათ არ არსებობს განუხორციელებელი პროექტი და შესაძლებელია გეოსაინჟინრო გადაწყვეტილების მოძებნა ნებისმიერი სირთულის ობიექტისთვის ხო მაგრამ ეს გადაწყვეტა ხომ უნდა იყოს მოძებნილი თუ ადგილი არის მეწყრებისკენ მიდრეკილი იყო თუ არა იქ ჩატარებული სიღრმისეული კვლევები თუ იყო ჩატარებული რა შემარბილებელი ღონის რა დამატებითი შემარბილებელი ღონისძიებები იყო დაგეგმილი იმისთვის რომ ვთქვათ პროცესები სხვადასხვა სცენარების შემთხვევაში მეწყრული პროცესების გამწვავების შემთხვევაში რომ არ მოეტანა ის შედეგი რაც ახლა მივიღეთ რაც დადგა თუ იყო ეს ყველაფერი ვალდებულებები მოხდა თუ არა ამ ვალდებულებების შესრულება განმახორციელებელი კომპანიის მიერ ხდებოდა თუ არა სწორად და კარგად ზედამხედველობა ამ პროცესის თუ არ მოხდა ამ ვალდებულებების შესრულება მოხდა თუ არა მათი სახელმწიფოს მხრიდან შესწავლა ან დაჯარიმება თუ ან გამოსასწორებელი რაღაც ნაბიჯების დაგმა აი ეს მთლიანად ეს ჯაჭვი ასე ეტაპობრივად თუ არ იქნა შესწავლილი ძნელია იმიტომ რომ თუ აქ შემოდის ვთქვათ კომპანიის რკინიგზას გულისხმობ თუ მშენებელ კომპანიას თვითონ ხო მათი სადღაც პასუხისმგებლობა მაშინ ბუნებრივია იგივე ეს ხარჯები რაც არის ბუნებრივია ეს უნდა იყოს ანაზღაურებული იმიტომ რომ თუ მოხდა მათი მხრიდან და მაგრამ ამის თქმა ამ წუთას რომ ეს ნამდვილად ამან გამოიწვია თუ არა ამის თქმა გეოტექნიკური კვლევებია საჭირო ეხლა ერთ ვიტყვი კიდევ და დავასრულებ არ არის ცუდი როდესაც დამოუკიდებელი კომპანია იქირავეს ამის შესასწავლად კომისია ეს კიდევ ცალკე ის არის რაც ასევე საჭიროა სრულად გეთანხმებით მაგრამ დიახ ეს მარტო ეს სახლების შეფასება და კომპენსირების თემის შესწავლას ემსახურება ამ ეს კომპანია როგორც სიუჟეტში მოვისმინე რაც რა თქმა უნდა არ არის სწორი იმიტომ რომ აი სწორედ ეს მიზეზ შედეგობრივი კავშირი რომ დადგინდეს რომ რამ გამოიწვია ეს უნდა ყოფილიყო ერთ-ერთი მთავარი თუმცა არანაკლებ მნიშვნელოვანია ბუნებრივია რა ზიანი მიადგა მოსახლეობას ამის შესწავლა რომ შემდეგ იყოს მათი
დროული ანაზღაურება ესეთი ადეკვატური და დროული ადეკვატური და დროულია. სანამ ახლა უკვე თაკოსთან გადავალ და ნინოაც არაჩვეულებრივად იცის ზვარეს თემა, ბატონი შოთა ადამია იყო ჩვენთან მთის ამბების მიერ გადაღებულ სიუჟეტში იყო ბატონი შოთა და გააკეთა ძალიან ესეთი საინტერესო ანალიზი, თუმცა მე კიდევ ერთხელ ხაზგასმით წავიკითხავ ბატონი შოთას წერილს, რომელიც მან გამოგვიგზავნა ჩვენი გადაცემისთვის, უნდა მოსვლა, თუმცა ვერ შეძლო და ამიტომ მე პირდაპირ წავიკითხავ ამ წერილს, რომელიც მან გამოგვიგზავნა. 2025 წელს ამ რეგიონში ჩვეულებრივი ცხელი აგვისტო იყო, რომელიც არავითარი განსაკუთრებული ნალექიანობით არ გამოირჩეოდა. ამიტომ მეწყერების დაძვრას, გაწყლიანებას ვერანაირად ვერ დავაბრალებთ. ამავდროულად ნაპრალების კედლებზე ჩანს, რომ ჩაწყვეტილია ძირითადი მყარი გეოლოგიური ქანები. აქედან გამომდინარე, ეს არა ტალახის, არამედ ძირითადი ქანების მეწყერი გახლავთ. რაც შეეხება ნეოტექტონიკის მოვლენით ამით ახსნას, ეს რომ ნეოტექტონიკური მოძრაობის შედეგი იყოს, რეგიონში ამ დროს მრავალი დამანგრეველი, ძლიერი მიწისძვრა უნდა ყოფილიყო. ამიტომ მეწყერების მიზეზი უნდა ვეძიოთ მდინარე ჩხერიმელას მარჯვენა ფერდობზე, ხარაგაულის დასავლეთით, სადაც მიმდინარეობდა რკინიგზის მშენებლობასთან დაკავშირებული სამუშაოები აფეთქებებით. შოთა ადამია, გეოლოგი, მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, ეს არის მისი დასკვნა და ეს არის წერილი, რომელიც გამოაგზავნა მოსაზრება, რომელიც გამოაგზავნა ჩვენთან გადაცემაში. ახლა მე თამარ ჩვენი ერაზეს უთმობ დროს ბატონ აკაკის, ნინოს, ხათუნას უკვე შემდეგი კომენტარებისთვის. თამარ გისმენთ. მადლობა ნინო. როდესაც რამდენიმე კვირის წინ მთის ამბებზე ვნახეთ ის, რაც მოხდა ღვერქში და ხემაღალში, რაც ჩემი აზრით ერთი მხრივ ძალიან დრამატული კადრები იყო, მაგრამ მეორე მხრივ უნიკალური დოკუმენტირების თვალსაზრისით, მაშინვე გამიჩნდა კითხვა, რომ მინიმუმ უნდა დავსვათ კითხვები იმ კავშირებთან დაკავშირებით, რაც შეიძლება ამ კატასტროფულ პროცესსა და იმ პროცესებს შორის იყოს, რაც წლების განმავლობაში დაახლოებით 2011 წლიდან, როდესაც ამ კომპანიამ დაიწყო მუშაობა რეგიონში, ლაპარაკია ჩინეთის 23 ბიუროზე, ხდებოდა ხარაგაულის სხვა სოფლებში. მოლითში, ბეჟათუბანში, ზვარეში. რომ გავახსენოთ მაყურებელს და ჩვენც გავიხსენოთ რა ხდებოდა, ვნახოთ ერთი პატარა ფრაგმენტი, რომელიც ზვარეში გადავიღეთ. შემდეგ დავუბრუნდეთ დისკუსიით. არავინ არაფერი პასუხისმგებლობა არ აიღო, დაანგრიეს სოფელი და წავიდნენ. დიდი ალბათობით მეგონი რკინიგზაც არ არის სრულყოფილი, იმიტომ რომ მატარებელი არ დადის და რას რა ვიცი, თუ კარგია და ეს რა თუ არ დადის. ეხა მატარებელი რა გზით დადის? ძველი გზით ისე. რკინიგზის მოდერნიზაციის პროექტს გზა უნდა შეემცირებინა თბილისიდან შავი ზღვისპირეთამდე. სტრატეგიული სარკინიგზო გზის არაერთი მნიშვნელოვანი მონაკვეთი, მათ შორის ყველაზე გრძელი გვირაბი, ქვიშხეთი ზვარე, ზემო იმერეთის საკურორტო სოფლებზე გადის. მოლითში, ბეჟათუბანსა და ზვარეში მოდერნიზაციის პროექტს სულ ახლდა ნგრევა. მნიშვნელოვანესი დღე მთელი ამ პროექტის ისტორიაში, იმიტომ რომ დავასრულეთ გვირაბის გათხრეთის სამუშაოები, ეს იყო ბოლო აფეთქება გვირაბში, როდესაც გაიჭრა ზვარე, ქვიშხეთის ზვარეს დამაკავშირებელი მეორე საოპერაციო გვირაბი. ხმა იყო საშინელი. აი, ამას ვაკეთებდნენ სტენგებს განსაკუთრებით მან რა. ხო დაიბურღებოდა, რომ ჩადილაგდებოდა ტროტილი, ეს პირდაპირ სოფლის და უბნის მხარეს, ანუ ჩვენი უბანი გზნობდა ყველაზე ძალიან. ბეჟათუბანში საერთოდ დაიშალა და დაინგრა სახლები. გვირაბის თავზე, რომელიც მოხდა რო აფეთქებდნენ, სუდაშლილია და დაინგრა საერთოდ. მეწყარი ზვარეში რამდენჯერმე ჩამოწვა, მათ შორის ყველაზე მასშტაბური 2017 წლის მაისში. მანამდე ზუსტად აქ რკინიგზის მშენებლობისთვის მთის ფერდი ჩამოჭრეს. აქ უნდა გაელო ლიანდაგს და პირდაპირ უნდა შეერთებულიყო ის ხიდი არ უნდა გაიგეთებინა, ანუ ხარჯი არ უნდა მოსულიყო ბევრი ალბათ. და პირდაპირ დააპირეს რომ მოჭრეს რა, მოვიდნენ აქამდე. აი ზუსტად აი ნახე, აი ტრაქტორი იყო აქამდე მოსული. ეს ჩამოჭრილი აღარ არის, აი ჩამოჭრეს ცოტა, მაგრამ მე ეს მოწყდა რა, აი ეთქო უყურე. ეს მე ჩაიშალა და ეგრე დადგა რა, გასწორ. ანუ ეს მიწა სულ აქედან არის წასული რა. და იქ მდინარეს კეტავს ყველა წვიმის დროს. ანუ ჩვენ სადაც ვდგებართ, ამის პირზე იყო რა. აი სიმაღლე იყო ეს წარმოიდგინე. ეს რაც არის დაბლა. ეს არის ჩავარდნილი სულ რა. ტრაქტორები ვამუშავეს, მე მიაყარეს, ვითომ უნდა გაეზიდათ და დაანებს დატოვეს ის. და არ გაზიდეს? არა, გვიძახიან უნდა გავზიდოთ, არ იმიტოებულია რამდენი წელი. რამდენი წელია? 10 წელი ალბათ რა. ის მე მიწაკი არ გაზიდოთ, რკინიგზა ვერ გახსნეს და მატარებელი ვერ გაადარეს და.
ამ მასშტაბური პროექტის განხორციელების შედეგად გაიზრდება საკინიგზო ხაზის გამტარუნარიანობა. ქვიშხეთის ზვარეს გვირაბის მშენებლობის დასრულება ზუსტად 2017 წელს აღნიშნეს. საკმაოდ საზეიმოდ. მას შემდეგ 8 წელია გასული. სახალხო მატარებელს გვირაბში მართლაც არ გაუვლია. ჩინელები არაფერს შეშელა. რამდენიმე წუთის წინ გელაკ ლაპარაკობდა, რომ ეძებდა დოკუმენტს, რომელსაც თქვათ რომელიც იქნებოდა დაკავშირებული პასუხისმგებელ უწყებებთან, ხო, გარემოს დაცვის სამინისტროსთან, გარემოს ეროვნულ სააგენტოსთან. ეს განსხვავება მაშინდან და ახლანდელ სიტუაციას შორის, იმიტომ რომ მაშინ გარემოს ეროვნულმა სააგენტომ, უბრალოდ მისმა გეოლოგიურმა დეპარტამენტმა გამოსცა დოკუმენტი. ამას მერაბ გაფრინდაშვილი, ამ დეპარტამენტის ხელმძღვანელი აწერს ხელს, სადაც ძალიან მნიშვნელოვანი რამ წერია. მინიმუმ აი ამ პროცესების ერთ-ერთ ფაქტორად, აი ამ მეწყრული პროცესის ერთ-ერთ ფაქტორად აღიარებულია რკინიგზის მშენებლობა. აი შეგვიძლია აი ეს მონაკვეთი წავუკითხოთ მაყურებელს. კი ბატონო. თავდოთ ხატუნა თქვენ პერიოდში ემთხვევა ეს ყველაფერი? არა, მე წელს მე აღარ ვიყავი 17. ანუ თქვენ აი ზვარეში არ ყოფილიყართ არ არა ზვარეში 2013 წელს უკვე იყო რაღაც პროცესები იქ. ანუ ეს იყო თვალსაჩინო მაშინაც თუ? მეწყრული მაშინ ეს ფერდობის ჩამოჭრა და ეს არ იყო, ეს არ იყო მომხდარი, მაშინ იყო გვირაბიდან გამოტანილი ნაყარი მასალის განთავსება ერთ-ერთი მდინარის კი, ამასაც ვნახავთ. ანუ ჩვენ ამის საშუალება გვექნება რომ ნახოთ. თუმცა იმ დასკვნაში რომელიც ბატონი მერაბი აწერს ხელს წერია ასეთი რამ მეწყრული სხეულის ჩასახვა გააქტიურების მიზეზი ბუნებრივ ფაქტორებთან ერთად არასწორად წარმოებული სამშენებლო სამუშაოებია. კერძოდ მეწყრული ფერდობის ძირსა და მდინარე ზვარულას მარჯვენა ნაპირს შორის რკინიგზის ვაკისის მოწყობის მიზნით ფერდობები არა მართზომიერად არის დამუშავებული. კერძოდ მოწყობილია და მოწყობის პროცესშია ორი მაღალი საფეხური სიმაღლით 10-12 მეტრი თითქმის ვერტიკალური კედლებით. მეწყრულმა სხეულმა აქტიური დინამიკის ფაზაში ჩაითრია 250 მეტრის სიგრძის საპროექტო სარკინიგზო მაგისტრალის ვაკისის მონაკვეთი. დაახლოებით იგივე შინაარსის დასკვნა დაწერა IC Group-მა. ეს არის ავსტრიულ-გერმანული კომპანია, რომელიც როგორც ჩანს, დამოუკიდებლად დაიქირავა რკინიგზამ. იმიტომ რომ დამკვეთი ამ დოკუმენტის არის რკინიგზა და სიტყვით აქ ასეთი დასკვნა წერია. პროექტის ტერიტორიაზე სამშენებლო სამუშაოების დაწყებამდეც უძველესი არააქტიური მეწყერი იყო. ეს ძველი მეწყერი ბოლო დროს ჩატარებული გათხრების ეს არის მნიშვნელოვანი, იქ არის ნახსენების სიტყვა excavation, რაც შესაძლოა აფეთქებებთან იყოს დაკავშირებული, მაგრამ ამას ჩვენ ვერ ვიტყვით. გათხრების სამუშაოების გამო ხელახლა გააქტიურდა. ამას ამბობს კომპანია, რომელიც როგორც ჩანს რკინიგზამ თვითონ იქირავა, როგორც დამოუკიდებელი კომპანია, რომ შეეფასებინა ეს პროცესი. ეს არის 2017 წელი, ჩვენ ეს ამას უნდა გავუშვათ ხაზი. ეს დროა დაახლოებით. ეხლა 2000 სიტყვა უნდა ითქვას ჭინეთის მთავრობის 23 ბიუროზე. ეს არის კომპანია, რომელიც რეალურად 2011 წლიდან მუშაობს ამ ტერიტორიაზე. და მისი საქმიანობის ზედამხედველად სახელმწიფოს დაქირავებული ყავდა ავსტრიულ-გერმანული კომპანია ALF. ჩვენ ამ ALF-ს დაუბრუნდებით ძალიან მალე, მით უმეტეს რომ მისი ყოფილი თანამშრომელი ჩვენი გადაცემის სტუმარი აკაკი კიკნაძე. მაგრამ მანამდე მაინც ვთქვათ, როგორია ეს კომპანია. ამ კომპანიას სხვადასხვა დროს ჰქონდა სხვადასხვა ტიპის პრობლემები მშენებლობის პერიოდში. იყო გაფიცვები 2015 წელს, იყო გაფიცვა 2018 წელს. მუშები გამუდმებით აპროტესტებდნენ აქ შრომით პირობებს, უსაფრთხოებას. ბეჟათუბნის გვირაბი აფეთქდა თუ გახსოვთ, სადაც 3 ადამიანი დაშავდა, ესეც უსაფრთხოებასთან იყო დაკავშირებული. რაც ყველაზე საინტერესო არის, ეს კომპანია დაასანქცირა სოფლიო ბანკმა. სოფლიო ბანკის ფულით შენდება ყველა ის მნიშვნელოვანი სტრატეგიული ობიექტი, რომელზეც მუშაობს ეს კომპანია. სოფლიო ბანკმა დაასანქცირა იმის გამო, რომ რეალურად წარმოადგინა არასწორი დოკუმენტაცია. მან მისი დედობილი კომპანიის გამოცდილება და აღჭურვილობა გაასაღა როგორც საკუთარი გამოცდილება და აღჭურვილობა და ეს ხდება საქართველოში მიმდინარე პროექტზე, რომელსაც ერქვა უბრალოდ რო არაფერი შემეჩავრელს, ეს არის აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული მაგისტრალის მშენებლობა.
შესაბამისად, მიუხედავად იმისა, რომ ეს ხდება დაახლოებით იმ პერიოდში, როდესაც უცბად ჩინეთის 23 ბიურო იგებს ახალ ტენდერს ქვეშეთი კობის არანაკლებ მნიშვნელოვანი ახალი გზის, ახალი მაგისტრალის მშენებლობის, მე არამხოლოდ მე, როგორც ჟურნალისტი, არამედ ზოგადად ძალიან ბევრი ჟურნალისტი, ჩვენ არაერთხელ დაგვისვამს ინფრასტრუქტურის სამინისტროსთვის ეს კითხვა, რომ რატომ უკვეთავთ ამ კომპანიას ასეთი სასიცოცხლო და ასეთი სტრატეგიული ობიექტების მშენებლობას, რაზეც პასუხი ყოველთვის გასაოცარი იყო, ყოველ შემთხვევაში გაცხადებული პასუხი იყო, რომ იმიტომ რომ მან წარმოადგინა ყველაზე დაბალი ფასი. რაც საუბარია სუპერ მნიშვნელოვან ჩვენებურად რომ თარგმნოთ, ჩინეთის 23 ბიურო აშენებს ამ ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანეს პროექტებს, იმიტომ რომ ის აშენებს იაფად. ILF-ის, რომელიც ვახსენე, რამდენიმე ხნის წინ ავსტრიულ-გერმანული საზედამხედველო კომპანიის ყოფილი თანამშრომელი, მაგრამ ეს არ არის თქვენი რეგალია, თქვენ ხართ გეოდეზისტი და ასევე ზღვარის ადგილობრივი მკვიდრი. ბატონი აკაკი კიკნაძე მინდა წარმოგიდგინოთ და პირველი კითხვაც ასეთი მაქვს. რატომ წამოხვედით ILF-დან? რა გახდა მთავარი მიზეზი, რის გამოც მოგიხდათ აი ამ კომპანიიდან წამოსვლა? მოგესალმებით, მესალმებით მაყურებელს. ILF-ში მუშაობა დავიწყე მე 2014 წელს. მოხდა ისე, რომ მომიწია გეოდეზიური სამუშაოების შესრულება. ამ მოდერნიზაციის პროექტში, იმიტომ ILF-ს არ ყავდა გეოდეზისტი, მე დამიკავშირდა შემთხვევით შევხვდით ერთმანეთს ერთ გერმანელი ინჟინერი, რომელსაც ადრე მე უნივერსიტეტში მუშაობის წლებიდან ვიცნობდი და გამიწია რეკომენდაცია, ამიყვანეს, დავიწყე მუშაობა, 2 კვირით წავედი ავსტრიაში, იქ რაღაც ხელსაწყოები და ჩამოვედი, მოკლედ შევედით გვირაბებში. ეს იყო ახალი დაწყებული მაშინ გვირაბები, არაფერი პროცესები არ იყო, არც მეწყერული, არც როგორც ქალბატონო ხათუნამძე, მარტო გვირაბიდან გამოტანილი მიწის მასის ჩაყრა მიდიოდა ხეობაში. იყო საშინელება, იყო ისეთი მდგომარეობა, ახლა მე ვსაუბრობ ამ მომენტში ქვიშხეთის ზვარის გვირაბზე. ყველაზე ვრცელ გვირაბზე. ყველაზე ვრცელ გვირაბზე, რომელშიც მე როგორც ინჟინერი ისე გეტყვით, ახლა აი წარმოიდგინეთ გვირაბი გაკეთდა, მოკლედ ვიტყვი არ მოვყვები მთლიანად პროცესს, გვირაბი გაკეთდა ისე რომ ერთი მანქანა მასალა არ არის შეტანილი, დაბლა დასაყრელი მასალა, რაც უნდა დაიტკეპნოს, დაისხასიონ და გაკეთდეს მოკლედ ლიანდაგი დაიგოს, ესე რომ ვთქვათ უხეშად. არ არის სატკეპნის საშუალება 8 კილომეტრიან გვირაბში საერთოდ გავლილი. აი ახლა ეს არის დაუჯერებელი, მაგრამ ვინც იქ მუშაობს, ყველა მიცის, ვისაც უმუშავია იქ შიგნით, სატკეპნი კატოკი ეგრეთ წოდებული გვირაბში გავლილი არ არის. 4 ფრაქცია ხრეში უნდა შეტანილიყო, დაყრილიყო, მოსწორებულიყო, დატკეპნილიყო, ერთი მანქანა არ არის შეტანილი. ჩვეულებრივ გვირაბიდან გადმოღებული სტალახი, რაც გარეთ გამოდის, დანარჩენს ძირსასწორებდნენ და ასხავდნენ. ეს არის ახლა ეხება იმ გვირაბს. მაღლა სიცარიელეები 7-8 მეტრიანი სიცარიელებია დატოვებული, რომელიც უნდა ამოივსოს წნევით, ბეტონით და შემდეგ დაჯდეს თაღი. თაღს მაშინ აქ ძალა, როდესაც რაღაცაზე მიმჯდარია, ეს სიცარიელები დატოვებულია ჰაერში, ყველა მიცის ეგ. და მოკლედ ეს გვირაბი არის ესე აშენებული. სამწუხაროდ ჩვენ ამას ეხლა ვერ გადავამოწმებთ, მაგრამ გადამოწმება იყო და შეიძლებოდა, როდესაც ეს გვირაბი სანამ ლიანდაგი დაიგებოდა, მანამდე იქ მანქანების მოძრაობა იყო დასაშვები, მეც ბევრჯერ გამივლია, როდესაც არ იცოდნენ, რომ იმ მანქანაში ინჟექტორი ისე არ გამატარებდნენ და უკვე ფორმა დაკარგული ქონდა, დაბლა აი დეფორმაცია ქონდა მიღებ დეფორმაცია. იყო ინტერესი სახელმწიფოს მხრიდან და რამდენად არაფერი სახელმწიფოს მხრიდან, ახლა მე ხშირად გამიგონია ჩინელები ესე აკეთებენ, ჩინელებმა ძალიან კარგად იციან ყველაფრის კეთება და იციან ცუდადაც. როგორც მოთხოვ ისე გააკეთებენ. უბრალოდ რაღაცნაირად დავაკონკრეტოთ. პრეინტერვიუს დროს და ჩვენ არაერთხელ გვისაუბრია, თქვენ ახსენებდით, რომ მას შემდეგ რაც ILF-დან წამოხვედით და ამ მიზეზებს. კი, მოკლედ ახლა მანდ რა მოხდა, მე ამ გვირაბზე ჩემი მოსაზრება მქონდა, გავწიე წინააღმდეგობა, ასევე ნუნისის სანაყაროზე, რომელიც ახლა ჩვენ უსმენთ ღვერქში და ხემაღალში მიმდინარე პროცესებს, რომელიც მოგონილი იქნება იმ პროცესებთან, რაც აი ამ ზემოთ სოფლებში განვითარდება და რაც მოხდება.
ეს რო არ მოხდეს, უბრალოდ არ შეიძლება. ეხლა მე ცოტა გარემოს დაცვის მხრივ ცოტა მიჭირს საუბარი, იმიტომ რომ ქალბატონ ხათუნას გვერდით ვზივარ და ეხლა გარემოს დაცვაზე ჩემი საუბარი ცოტა უხერხული იქნება, მაგრამ თუმცა რატომ აი მაყურებელი ხედავს ნუნისის სანაყაროს ეხლა ეკრანზე? ხო, აი ეხლა ამ ნუნისის სანაყაროში ორ მთას შორის ხეობაში შეტანილია დაახლოებით 5 მილიონი კუბი მიწა. ეს რო დავაკონკრეტოთ, ის მიწა, რომელიც გვირაბებიდან არის გამოტანილი, ეს უნდა გასულიყო დაახლოებით ამ ადგილიდან 58 კილომეტრზე. და შეტანილია 1 კილომეტრში. მე ხარ რასთან გვაქვს საქმე, ხო ხვდებით არა, ეს თანხებზე რო დაითვალო, რამდენიმე 100 მილიონამდე მიწა. რა შეიძლება ამან რო გამოიწვიოს? ეს აუცილებლად უკვე მე რამოდენიმე დღის წინ, როდესაც ნახე, არ იყო 2-3 წლის წინ ესეთი მდგომარეობა, ნუ ეხა ის რომ მოხდებოდა მე ვიცოდი და ქალბატონინაც დამეთანხმება, უკვე გაჟღენთილია. ფეხით ისეთ ადგილებზე, სადაც გავაკება აქ ამ სანაყაროს, ფეხით უკვე ვეღარ გაივლი. წვიმის დროს მოხდება ჩამოშლა აუცილებლად მოხდება ჩამოშლა. ეს გარდაუვალი პროცესია ნინო მაპატიეთ. გარდაუვალი იქნება, იმიტომ რომ თუ გაჟღენთილია წყლით, აუცილებლად მდგრადობა ამ სანაყაროსი დაირღვევა. და რას გამოიწვევს ეს სავარაუდოდ? ჩამოწვევა მეწყერი იქნება კიდევ. თქვენ წარმოგიდგენთ ხელოვნური. 300 მეტრი აქვს სიმაღლე. ეს თლიანად და ქვემოთ დამცა ვიცით რა ვგაკეთებული. 4 მეტრის ეს ეგრეთ წოდებული ბლოკები აქვს წინ დალაგებული. ვერ გააჩერე. 4 ცალი ბლოკი. თან ეს თიხაა ძირითადში და თიხაქვიანი და ესეთი სიტუაცია იგივე ზვარეში. მოსრიალდება. ზვარის მხარე, ახლა ის მხარე, აი სადაც თემური ლაპარაკობდა, ან აღნიშნო ერთადერთი ადამიანი ახლა სოფელში, ზვარეში, ვინც საერთოდ საუბრობს ამ ყველაფერზე და არეშინია ესე რომ ვთქვათ. მოდით ბეჟათუბანი საშინელებაა ბეჟათუბანი. მოდით უბრალოდ ვილაპარაკოთ აფეთქებებზე. კამერის გარეშე მეც ვადასტურებ, ბევრი წლის წინაც მათ შორის, როდესაც ვიყავი ზვარეში, ყოველთვის მეუბნებოდნენ, რომ ყველაზე საშინელება, რაც უკავშირდებოდა მათთვის აი ამ მშენებლობას, იყო გამუდმებული, გაუფრთხილებელი ხშირად აფეთქებები. იგივეს რეალურად ამტკიცებს რეპორტაჟი, რომელიც მთის ამბებმა მოამზადა ხემაღალსა და ღვერგში. მათ ესმოდათ კიდევაც რა თვითონაც კი მათ ესმოდათ. აფეთქებები იყო ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რის გამოც თქვენ დაპირისპირება მოგივიდათ არა მხოლოდ კომპანიასთან, არამედ როგორც არამედ იყო ძირითადად გამგეობასთან მათ შორის. ამ ნაწილზე რომ მოგვიყვათ მაშინ. აფეთქებებს რაც შეეხება, ეხლა თქვენ დააკვირდით, მეც ვნახე სიუჟეტი, საუბრობს ეს ხალხი აფეთქებებზე, მაგრამ აი სახლი ენგრევათ და კიდევ უჭირთ საუბარი. აი უჭირთ რომ თვალებში ეტყობათ რომ აი რაღაცას ფიქრობენ, კიდე რაღაც ნუ რაფრის იმედი ნუ ექნება ამ ხალხს რა. ეს ხალხი უკვე გაყვანილია მეწყერულ პროცესებში. ამ ხალხს არავინ აღარ მიცემს იმ კომპენსაციას, რისი აღებაც შეეძლოთ, მაშინ, როდესაც მე ვსაუბრობდი და ყველა მოსახლე იმ სოფლებში, არ ვამბობ ხემაღალზე და ღვერგზე, იმ ზვარეში, ბეჟათუბანში, ანუ სადაც არის ეს სოფლები, მაშინ რო ყურად ეღოთ და ჩემთვის პირადად მე ბევრჯერ დამცინოდნენ. მეორე დილით თუ არ მოხდებოდა ის რასაც ვსაუბრობდი, დამცინოდნენ სახლიც დაენგრა ხალხს ყველაფერი, მაგრამ ნუ ირონიულად მიუდგნენ ამ საკითხს. აიღებდნენ კომპენსაციას, იმ პროექტს ვერავინ ვერ გააჩერებდა, გამორიცხულია, ეხლაც გაი გეოლოგიური კომპანია დაიქირავეს ეს, მე ეხლა ყველაფერი ვიცი, მაგ პროექტზე ვერავინ ვერ მივა და თუ ძალიან წინააღმდეგობას გაწევენ, ფიზიკურ ლიკვიდაციამდე შეიძლება მივიდეს საქმე, რაც მე გამიკეთეს, მე სახლთან დამტოვეს, არის ფაქტიურად უბრალოდ გადავრჩი, 6 თვე ფეხზე ვერ ვდგებოდი. მოკლედ, აფეთქებებზე ახლა რა ხდება? აფეთქებებზე ვისგან იყო ეს ფაქტი, რაც თქვენ ახლა თქვით, რომ აი არა, ფაქტი ახლა მე არ ვიცი, უბრალოდ არ იყო ვიცი ძალოვნებისგან, იმიტომ რომ მე თბილისში ერთ-ერთი გადაცემიდან, როდესაც გავედი, შემხვდა ადამიანი, ჩამაჯინა მანქანაში და მესაუბრა ხომ არ იყო პრობლემა ძალოვნების მხრიდან, ვიცი ახლა რა სამსახურიდანაც იყო, რა გამოცნობა არ უნდოდა მაგას.
და უბრალოდ მითხრა რომ ვერც დაგიცავთ და არც ხო არანაირი პრობლემა არ გვაქვს. ეს უკავშირდება და იმას რომ თქვენ ღიად ლაპარაკობთ. პრობლემა არ იყო, უბრალოდ ისეთი გვარები ახსენე და ისეთი ახლა იქ ბახტაძესთან მომივიდა, ბახტაძის მოადგილესთან მომივიდა, ცოტა ისეთი უკმეხი საუბარი იყო და ბოლოს ის რომ ჩემი შვილები მატარებელში არ ჩაჯდებიან ესეთ რაღაცაზე მოგვივიდა ჭყვი, მე სტეპენ მორანთან ჩემი კომპანიის. ბევრი სახელი და გვარია, უბრალოდ რაღაცა თანმიმდევრობა გავახსნათ. მაშინ მოხდა ეგ ამბა ხომ ჩემ თავზე არ მინდა მე ვისაუბრო. უბრალოდ აი ეს იყო ფაქტი და ამაზეც საცინად მიგდებდნენ და იმიტომ ამბობ ამ ხალხს თავის დროზე ხმა რო ამოეღო, ვერაფერს ვერ გახდებოდა და პროექტი გაგრძელდებოდა, მაგრამ იქნებოდა ის რომ ნებისმიერ უკვე გაბზარული სახლიც მე როდესაც მიდიოდა რკინიგზის დეპარტამენტში თათბირი იყო, იქ იყო ესეთი საუბარი. თავარია არ გახმაურდეს თემა, ვინმე სახლი გაიხსნება, ეზო გაიხსნება, არ გახმაურდეს, არ მივიდეს ჟურნალისტებამდე. სასამართლოში ვინც უნდა წავიდეს, მერიაში რა წერილიც უნდა დაწერონ, ეს თემა გრძელდება, გაუწელავენ 7-8 წელი, პრობლემა არ ქონდა. თავარია ჟურნალისტი არ ჩართულიყო ამ საქმეში. მე როდესაც უთხარი ამ ხალხს რაც უნდა გაეკეთებინათ, აიღებდნენ კომპენსაციებს, ბეჟათუბანი სოფელი არ შეიძლება რომ არსებობდეს გვირაბის თავზე, სადაც აფეთქებები მიდიოდა, გვირაბის თავზეა, 90 მეტრზე იბზარება აფეთქების დროს ქანები. 70 მეტრია ბოლო სახლი, რომელიც გვირაბის თავზე დგას. მთლიანად დახსნილია და ამიერკავკასიის რკინიგზაზე არის ყველაზე მეწყერ საშიში ადგილი ბეჟათუბანი. კომუნისტების დროს რო ვერაფერი ვერ მოუხერხეს, ხიდები ჩადგეს იქ, ესტაკადა გააკეთეს, მაშინ ანუ ეს იყო ცნობილი ჯერ კიდევ იმ პერიოდიდან, რომ იყო ძალიან ბეჟათუბანში არ შეიძლებოდა აფეთქება. ბატონო აკაკი, აფეთქებდნენ უფრო დიდი სიმძლავრით ვიდრე მე აილეფიდან წამოვედი, მუშაობ ხარაგაულის მერიაში, ზედამხედველობის სამსახურში, დღესაც დამიძახეს, ну მაშინ ახალი მოსული იყო მერი ბატონი თოფურიძე, ხემაღალიდან არის სხვათა შორის და მითხრა რომ ჩემი სამსახურის უფროსმა გამაგზავნა მანიულაში დასახლება ესეთი აფეთქებებზე. გვირაბის თავზე. პრობლემა შეიქმნა აფეთქებების დროს, სახლში ცვიოდა ქვები, გადმოცვიდა ჭურჭელი, ყველაფერი ნახე წარმოიდგინეთ ეს რომ დღეში 3ჯერ ხდება, ხო? ეს 10 წელიწადში ერთი მიწისძვრა საკმარისია, ხა დღეში 3ჯერ. ეს სოფელი სად იყო? ეს არის ბეჟათუბანსა და მოლით შორის. ბეჟათუბნიდან გვირაბი აი ქვეშ რო ვთქვი შედის სოფლის ქვეშ და გამოდის მე ამ ანიულაში დასახლება სოფელია ეს. იყო სოფელი, ახლა ბახმუთს გავს ისეთი სიტუაცია. და ავედი იქ აფეთქებებზე, პირველად რო აფეთქეს, ახლა იქ მე ვერაფერს ვერ ვნახავ და მეორედ მე შევამოწმე 35 კილო უნდა მიეცათ კონკრეტულ ერთ მაგალითს ვამბობ, ასაფეთქებელი ნივთიერება. 245 კილო ჰქონდათ მიცემული. მოკლედ იმ დღეს აფეთქება გავაჩერებინე, როგორც ზედამხედველმა, ну იქ ვინც იყო ახლა დამემორჩილა, იმიტომ რომ არ იყვნენ ის მაღალი რანგის არც ჩინეთიდან, ჩინეთის 23 ბიუროდან, არც აილეფიდან არავინ არ იყო. რა სტატუსით იყავით? რა სტატუსით გააჩერეთ? ზედამხედველობის სამსახური წარმომადგენელი, რომ მოსახლეობა შემოიტანა რაღაც საჩივარო პრობლემებია, ძალიან დიდი აფეთქებია, 3 დღის განმავლობაში ხდებოდა ეს. მეორე დღეს გავაჩერებინე აფეთქება, იქ პოლიციაც იყო მოსული, ну პოლიციამ გამკითხა რა ხდებოდა და სხვათა შორის ხმა არ მოუღია, გაჩუმდნენ. გაჩერდა აფეთქებები, ჩამოვიდა ეს სტეპენ მორანი თავის გეოლოგებით ეგრეთ წოდებული, ვიცი. ეს არის აილეფის ხელმძღვანელი. აილეფის ხელმძღვანელი. ჩინეთის 23 ბიუროს და ну ახლა წარმოიდგინე იქიდან მომიშორეს, სამსახურიდან წამოვედი და დავხვდი მერიიდან ზედამხედველო და აჩერებინე აფეთქება. ну არაფერი ხმა არ გამცეს საერთოდ, გააჩერეს აფეთქება, არ არის პრობლემა, არც ხვალ არ იქნება აფეთქებებიო და ჩავედი მეორე დღეს ხარაგაულში და დილით კანცელარიიდან ჩამომიტანეს გათავისუფლების ბრძანება. და 2 დღე გააცდინეს სამსახური. ну ახლა რა უნდა ქნა, ახლა იქ აღარ მუშაობდი და მე ხوار წავიდოდი იქ საფეთქებად. და მოსახლეობას კიდე ხო გეუბნებით, ყველა საცინათ მიგდებს, როცა ესე საუბრობ, როცა ესე ელაპარაკები, ყველა დაგცინის. ეხლა აფეთქებებს რაც შეეხება, მე ხშირად გამიგონია ხომ ამ ხელა პროექტს ვინ გააჩერებს? ვერავინ ვერ გააჩერებს. კი ბატონო, ეს პროექტი იყო გასაკეთებელი, ოღონდ ეხლა ეს პროექტი რა მიზნით კეთდებოდა, რას უნდა დაკავშირებოდა ღრმაწყლოვან პორტს და ეხლა აქ თუ არა ამ პროექტს ფუნქცია და რატო გაჩერდა 2012-ში და მე რატო გაგრძელდა ამას სხვა ფესვები აქვს. ამიტომ ამ პროექტს 2012 წლის მერე ფუნქცია აღარ ქონდა. ეს იყო პირდაპირ ამბობ ფულის საჭრელი სტანოკი. აი ესე უხეშად რო ვთქვათ.
ფული ყველა აკეთებდა ფულს. არა მარტო მოვიტყვით იმას, რომ ხელისუფლება, რკინიგზა, ვინ არა, ყველა აბსოლუტურად, ბევრი ჟურნალისტი, ბევრი ოპოზიციონერი, ბევრი, ძალიან ბევრი ვინმე. აკაკი, როგორ გაგრძელდა რეალურად ეს გამოდიების აფეთქებებს დავამთავრებ რა. შეიძლებოდა ეს გვირაბები გაეყვანათ ეგრეთ წოდებული საბურღი მანქანებით. და ამაზე პასუხი აილევს ერთადერთხელ იყო, როდესაც მე 12 ჯერ ვიყავი მგონი გადაცემაში, სხვადასხვა გადაცემაში, ძირითადად კაკოგუგი ჩაიშვილთან და მე ნოდარ მელაძესთან. ერთადერთი იყო, როდესაც გამოვიდა სტეპენ მორანი, 2 წუთით ჩაერთო და მე გათიშა თქვა, რომ ძვირი ჯდებოდა საბურღი მანქანის ჩამოყვანა. სხვადასხვაობაში საბურღი მანქანი არა და რომ შეადარო ეხლა რაც პროექტი დაჯდა და ახლოებით 5 ჯერ ნაკლები ჯდება იმ მანქანის ჩამოყვანა. არა, იმ მანქანით გაკეთდა რიკოც ძალიან ბევრი გვირაბი, საბურღი მანქანით. მაგ საბურღი მანქანა იყო გამოყენებული ძალიან ბევრი ჰესების მშენებლობის დროს. მანქანა უკვე არსებობდა საქართველოში, არანაირ პრობლემას არ წარმოადგენდა მისი გადაყვანა ხარაგაულში. უბრალოდ მანდ არის ესეთი რაღაცა, საბურღი მანქანით გვირაბის გაჭრის დროს ვერ იშოვი ფულს. ფული კეთდება ჩამონგრევაში, ზედმეტ სამუშაოებში, დამატებით ხარჯების მოთხოვნაში, როდესაც ზემოდან პრობლემა არ გაქვს, შენ მოითხოვ დამატებითი ხარჯი და ყველაფერზე ხელს მოგიწერენ და რასაც მოითხოვ იმდენს გაძლევენ, შემდეგ ატკატის სახით უკან დააბრუნებ. როცა ეს პრობლემა არ არის, რამდენსაც გინდა დამატებით ხარჯს მოითხოვ. ამას ვერ დაამტკიცებთ, იმიტომ რომ ამას ჭირდება სერიოზული. კი, ვიცი ახლა, იმიტომ მე თქვენ ამაზე, აი ქალბატონო ნინო, თქვენ და თქვენს ქალბატონო ხათმა ვერ ისაუბრებთ ამაზე, იმიტომ რომ ეხლა ცოტა სხვა რაღაცა მე შეიძლება რაღაცა ნებისმიერ რა თქვი თქვენთან ცოტა სხვა სიტუაცია მე ნებისმიერ შემთხვევაში ყველაფერს რასაც თქვენ ამბობთ ფაქტის ახეზია რა ყოველ შემთხვევაში ფაქტის ახეზია რომ ეს არის ყველაფერი აფეთქებებით ჩვენ ხა 15 წუთი და ჩვენი პრობლემა საერთოდ ზოგადად არის აფეთქებები საერთოდ აფეთქებები არის პრობლემა იმიტომ რომ საერთოდ არ შეიძლება საქართველოში ვიაროთ აფეთქებები აი იმ ხალხს რაღაც პრობლემა მაგალითად იგივე რიკოც როცა შეიქმნა პრობლემები 70-იან წლებში როცა აკეთებდნენ გზის რეკონსტრუქციას რიკოთის მონაკვეთისა მაშინაც საბჭოთა კავშირმა იარა აფეთქებებით საბოლოო ჯამში დაარღვიეს ყველა ქანი და შედეგი ჩვენ ვნახეთ ეხლა პრაქტიკულად მშენებლობის დროს. ამიტომ აფეთქებებით გაკეთება რამე საქმეს განსაკუთრებით გაბურღვა არის პრაქტიკულად შეუძლებელი, არ შეიძლება და მანქანები ამისთვის არსებობს, იმიტომ რომ თითქმის ყველა ქვეყანაში არის საკმაოდ შეზღუდული აფეთქებების საშუალება, იმიტომ რომ ეს იწვევს ძალიან ცუდ პროცესებს საბოლოო ჯამში. დღეს მაგალითად უკვე პრობლემა გვაქვს ჩვენ რომ რკინიგზა გადის იქ სადაც დამეწყრილი არის უბნები იმიტომ რომ რეზონანსური ტალღა არსებობს და მან შეიძლება ძალიან პატარა ბიძგებმაც კი უკვე გამოიწვიოს სერიოზული ღვევები. ამიტომ არის რომ ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრობლემა გარემოს დაბინძურების ნაწილში არის რეზონანსური დაბინძურება, რომელიც შეიძლება მოხდეს და არის საჭირო რომ ეს მუდმივად იზომებოდეს. ანუ მაქსიმალურად რკინიგზას უნდა კონდეს კონტროლი ამაზე, რა სიჩქარით გადის პატარებელი იმ მონაკვეთში იმიტომ რომ იმან თუ დიდი სიჩქარეა მაგ შემთხვევაში რეზონანსი უფრო დიდია და იქ სადაც ეს არის საფრთხე იქ უნდა ანელებდეს სიჩქარეს ძალიან ბევრ შემთხვევაში. ანუ ეს არის მთელი კომპლექსი რომელიც არის გასაკეთებელი აი დღეს რა უნდა გავაკეთოთ ჩვენ დღეს უნდა ბევრი უწყება იჯდეს ერთად და იღებდეს გადაწყვეტილებას რა გავაკეთოთ მაგრამ რა თქმა უნდა ეს უნდა გაკეთდეს დასკვნების შემდეგ. თუ დასკვნები არ იქნება კარგად შესწავლილი და შეფასებული, თუ ჩვენ დიაგნოზს არ დავსვამთ თავიდან, გადაწყვეტას ვერ მივიღებთ, როგორ უნდა გადავწყვიტოთ ეს ყველაფერი. ნებისმიერ შემთხვევაში ნებისმიერ სიტუაციაში დიაგნოზი არის დასასმელი. მარტო ვარაუდით, არა ეს აქედან იყო, ან აქედან იყო, ძალიან დიდ პატივს ვცემ ყველა ჟურნალისტურ გამოკვლევას, მაგრამ ჭირდება ამას სერიოზული დასაბუთება გეოინჟინერული. რა მოხდა თან ჩვეულებრივი გეოლოგია ამას ვერ აკეთებს.
ამას ჭირდება დარგის გეოლოგი, აბსოლუტურად სხვა ტიპის გეოლოგია ესეთი სამწუხაროდ ჩვენ ეს აღარა გვაქვს. მაგრამ მოწვევა როდისღაც გქონდა, იმიტომ რომ არსებობდა გეოლოგიის სამსახური და გეოლოგიის სამსახური აერთიანებდა ამ ყველა გეოლოგებს და ჩვენ დღეს გეოლოგიური სამსახური არა გვაქვს, აი ხამია უკვე და ვერც აღვადგინეთ და ეს არის პრობლემა და პრობლემა მარტო აქ არ არის. პრობლემა მოპოვებაშიც არის, პრობლემა დამუშავებაშიც არის საბადოების, საკმაოდ რთული პრობლემებია. და თუ ვინმეს გონია, რომ გეოლოგიური სამსახურის გარეშე შეძლებს სახელმწიფო ფუნქციონირებას, ვერ შეძლებს. ისევე როგორც ვერ შეძლებს გარემოს დაცვის ცალკე არსებული ინსტიტუციის გარეშე. გასაგები. ხათუნა, თაკო შენ მე მგონი კითხვა გაკიდევა. აკაკისთან ერთ კითხვას დავსვამ ხათუნასთან. შეიძლება თუ არა ჩვენ აი ხლა ყველაფერი რაც ვნახეთ და მოვისმინეთ, რაღაცნაირი ერთგვარი კავშირი ვიპოვოთ ზვარეში დაწყებული პროცესიდან ხარაგაული ვთქვათ ღვერკი და ისოფლები რომლებიც გელამ გადაიღო და გვაჩვენა. შეიძლება ეს ერთი დიდი პროცესის ხემაღალი და ღვერკი აი ნაწილები იყოს, ანუ ერთი მთლიანი პროცესი. ვერაფერს ვერ გეტყვით, იმიტომ რომ ეს ნამდვილად სპეციალისტების რამდენად ის ქანები უკავშირდება იმას, ანუ თვითონ გეოლოგიურად ეს რა პროცესია და შეიძლება თუ არა ერთმანეთთან იყოს კავშირში. ეს არის სპეციალისტების სათქმელი, მე ვერ გეტყვით მაგასთან დაკავშირებით, თუმცა ის რომ იქაც პრობლემაა, ვთქვათ, და იქაც არის სამშენებლო სამუშაოები, ესე იგი სადღაც რაღაც არ არის კარგად შესწავლილი, გაკეთებული, დაწყებული, დაგეგმილი, განხორციელებული. ამ მხრივ ერთი ხაზი და ერთი პროცესი ნამდვილად იგრძნობა. შესაბამისად, როგორც ქალბატონმა ნინო თქვა, ეს და ერთი რამე მინდა ვთქვა, ბატონმა მაგათი მახსენა, რომ ეს ადამიანები ვერ მიიღებენ ახლა კომპენსაციებს, იმიტომ რომ ახლა რატომ? იმიტომ რომ ახლა ეკომიგრანტების სტატუსი მიეცემათ და მაშინ კომპენსაციები. უბრალოდ, მაგრამ მეორე კი მესმის ეს გასაგებია, მაგრამ ეს არის ისევ და ისევ ნებაზე გადაწყვეტილების მიმღები და ადამიანების ნებაზე. თუ რამე არ გვიჭირს კანონებში ცვლილებების შეტანაა და ახალი კანონების ძალიან სწრაფად, ძალიან ოპერატიულად ნებისმიერი სახის. ხო, ისევ ამბობ, ამიტომ ამბობ, ეს არის ნებაზე დამოკიდებული, იმიტომ რომ ნამდვილად პრინციპულადაც არ არის სწორი, რომ ადამიანს, რომელსაც წინასწარეუბნები კომპენსაციას გულისხმობ, რომ აქ შეიძლება ასეთი რაღაც მოხდეს, თქვათ და გაურიგდები და გარკვეული შევაჭრებებიც ხდება, როგორც ვიცი, რომ ამდენს გაძლევ კომპენსაციას, თქვათ რაღაცა, რომ მოსახლე მაქსიმალურად ცდილობს მეტი თანხა აიღოს, რომ მაქსიმალურად დაფაროს ის, რაც თუ აი ამ შემთხვევაში არის რამდენიმე ასეულ ათასზე საუბარი, უბრალოდ რა ლოგიკაა, რომ ადამიანს არც წინასწარ არ არის შემზადებული ამისთვის არაფერი და რაღაცა ინფრასტრუქტურული პროექტი იქნება თუ მეწყრული პროცესი, ამის გამო თავს დაატყდა ასეთი დიდი უბედურება, ის შემზადებულია მაინც რომ იცის რომ განსახლებას უნდა დაექვემდებაროს და რაღაცა მომავალს შეიძლება იწყობდეს და რაღაცა განსახლებისთვის და ადამიანს რომელიც არაფრისთვის მზად არ არის ფაქტობრივად, იმის გამო რომ წინასწარ არ იყო, უბრალოდ ძალიან არასამართლიანია და კანონი ახლა ის ხო არ არის, ძალიან ბევრი უსამართლო კანონი გვაქვს და კანონები, ამიტომ მაგხრივ ეს არის მხოლოდ და მხოლოდ კეთილ ნებაზე დამოკიდებული და აუცილებელია რომ რაღაცა საერთო პროგრამა ეს კომისია იქნება მერე თუ და კომისია ერთია, მაგრამ რაღაცა ერთიანი პროგრამა უნდა შედგეს თავისი მოკლე და გრძელვადიანი ქმედებებით, პირველ რიგში უსაფრთხო გარემოს მიცემ ადამიანებისთვის და ცოტა გრძელვადიან პერსპექტივაში და გრძელვადიანს 10 წელიწადს არ გულისხმობ, მომავალი წლის ბოლომდე გულისხმობ თუ მოკლევადიანი თვის ბოლომდე თუ ნოემბრის ბოლომდეა, გრძელვადიანი უნდა იყოს იმ პროცესების სისწრაფიდან გამომდინარე, რასაც უყურებთ, რომ ამ ადამიანებს ჰქონდეთ დიახაც ნორმალური და შეძლების დაგვარად ადეკვატური მანდ ცხოვრობს 87% ისეთი კატეგორიის ხალხი 41000 მაინც უნდა მიცნოს სიმბოლურად რა. არა, 41000 წარეყოფა უკაცრავად ძალიან პატარა ჩართვას გავაკეთებდი. საერთოდ ჩვენი კანონმდებლობაში კომპენსაციის ნაწილები არის საკმაოდ ცუდად გაშიფრული და გაკეთებული.
ზოგადად ეს ეკომიგრანტის თემაც ჩემთვის პრობლემატურია ძალიან ბევრ შემთხვევაში, იმიტომ რომ ჩვენ არასწორად ვაფასებთ. ჩვენ გვაქვს არა მარტო ეკომიგრანტები, ჩვენ უკვე გვეყოლება მალე კლიმატ მიგრანტები, გვეყოლება ეკონომიური მიგრანტები, იმიტომ რომ ადამიანი, რომელიც ვეღარ მოიყვანს თავის მოსავალს და მას არ ექნება შესაბამისი კომპენსაცია, რანაირი კომპენსაციაც არ უნდა მიცეს. აბსოლუტურად. ვერაფერს ვერ გააკეთებს ეს ადამიანი. ამიტომ ჩვენ ყოველთვის ვსვამდით მაგ საკითხს, რომ კანონი კი სწრაფად ვიღებთ, თუმცა იმას რაც მისაღებია და არც წერთ იმისანაც, რომ საკომპენსაციო პაკეტები საქართველოს დღემდე არ გააჩნია, კანონმდებლობა არ არეგულირებს ამას და არ დაგიმალოთ ჩვენ 2003-ში, 2002-ში უკვე ვაყენებდით ამ თემას, რომ იქნებ რამე გავაკეთოთ კანონმდებლობაში, იმიტომ რომ ეს არის უმძიმესი თემა და ყველა მხრიდან გვესმის. გინდათ შოვის ტრაგედიის მერე, გინდათ ჭიათურის პრობლემებიდან გადაწყებული ყველგან კომპენსაციაზე არის უმძიმესი პრობლემა, იმიტომ რომ ჩვენ არა გვაქვს კანონმდებლობა, ანუ ჩვენ გვაქვს სერიოზული სისტემური პრობლემა, რომლის გადაწყვეტა ესე მარტივად არ შეიძლება, მაგრამ კანონმდებლობა არის სამუშაო. და იქნება უფრო მძიმე, იმიტომ რომ კლიმატის ცვლილების ფონზე იქნება უფრო მეტად პრობლემატური ბუნებრივი კატასტროფებიც და ტექნოგენურიც მათ შორის. თუ გვაქვს დრო, უბრალოდ მინდა ვთქვა, რომ თუ ALF-ს შინეთის 23 ბიუროს ან გამგეობას ექნება სურვილი, რომ გამოეხმაუროს ყველაფერს იმას, რასაც თქვენ ამბობთ, ჩვენ არა ვართ წინააღმდეგი და რამდენადაც ვიცი, არც თქვენ ხართ წინააღმდეგი. უბრალოდ არ ვიცი რამდენი გვაქვს დრო, არ ვიცი საერთოდ გვაქვს თუ არა დრო, მაგრამ საბოლოო ჯამში რაღაცნაირად ძალიან კონკრეტული რაღაც რო ვთქვათ, ხო? და გავიხსენოთ, ანუ თქვენ როგორც გეოდეზისტი ვალდებული იყავით, რომ რაღაც ტიპის ინფორმაცია იმ გარემოზე, რომელშიც ისინი ფუნქციონირებდნენ და მუშაობდნენ, მიგეწოდებინათ მათთვის სხვადასხვა დროს. მე უბრალოდ მინდა გკითხოთ, თქვენ მათ აწვდიდით ამ რისკების, ამ პრობლემების შესახებ, თუნდაც ALF-ს, თუნდაც გამგეობას ამ ინფორმაციას და არ იყო შესაბამისი პასუხი და რეაქცია. ვისთან იყავით საერთოდ ანგარიშვალდებული ესეც კავშირში? ანგარიშვალდებული პირადად სტეპენ მორანთან, სადაც ჩვენი ეგრეთ წოდებული რაპორტი იწერებოდა და მიდიოდა, მაგრამ შემდეგ ისეთი რამე დაიწერა ჩემ რაპორტში, რაზეც უკვე მე ძალიან დიდი პრობლემა შემექმნა. მაგალითად. იმიტომ რომ ვახსენე გვირაბში არსებული სიტუაცია, რაც წეგან ჩამოვთვალე, ეხლა აღარ ვიტყვი იმას, გვირაბი 7 წელია უკვე აშენებულია და ვერ გახსნეს, ყოველ 26 სექტემბერს და 26 მაისს და 1 სექტემბერს იხსნება, მაგრამ ვერ ხსნიან. ეხლა დაანონსდა, რომ რაღაც მატარებლებს შეიძლება გაუშვან, ოღონდ სატვირთო მატარებელი, ესეთი პრეცედენტი მსოფლიოში არ ყოფილა, რომ გვირაბი აშენდეს ახალი გაუშვა სატვირთო, გაიმეტო ის 4 მატარებლის წამყვანი მემანქანე, რომელსაც სატვირთო დაყავს და სახალხო მატარებელს ვერ ატარებენ. ეგეთი რამე არ მომხდარა, თუ რამე რისკი არ არსებობს, რატო ხდება ესეთი რაღაც? რა ეწერა თქვენს დასკვნაში? იყო განაზომები ძირითადად, სადაც კედლის თაღის სისქე ზოგან იყო 17-18 სანტიმეტრი, 45-ის ნაცვლად, მაგრამ 45-იც არაფერს არ ნიშნავს, მე რაც ვთქვი, მაღლა სიცარიელების დატოვების შემთხვევაში 2 მეტრიც რო კონდეს სისქე კედელს, თუ 8 მეტრიანი სიმაღლიდან 300 მეტრია ლიხის კედის სიმაღლე გვირაბზე, 90 მეტრზე დაბზარული. იქედან ჩამოვარდნილი ქანი, ის აუცილებლად, როდესაც წყლით გაიჟღენთება ის ნაპრალები, მოწყდება და 2 მეტრი ბეტონიც ვერ გაუძლებს მეგონი იმას. ვერ გაუძლებს დაიშლება. ხო, და მით უმეტეს ეს. ამიტომ აი ესეთი სიტუაციები, რაც არის, რაც გვირაბში ახლა რო ვსაუბრობ, ძნელი აღსაქმელია. კი ბატონო, ვერ აღვიქვავთ, არავინ იმას არ შეამოწმებს, სანამ ნება არ იქნება ხელისუფლების რო ეს გვირაბი შემოწმდეს, ვერავინ ვერ შევა იქ და ვერ შეამოწმებს, მატარებელიც ისე შეიძლება გაუშვან, იმიტომ რომ თუ იტყვიან რომ გვირაბი ვერ ფუნქციონირებს, მაშინ ვიღაცას ხელი უნდა დაედოს. ვინ იქნება ეს ხელი, ხო? მე ბამუკა ბახტაძე, ქუმსიშვილი, ეს ყველა ერთად ვართ გვირაბში, მე მაქვს 2-3 ფოტო ერთად გადაღებული. ხო, დაედება ხელი იმათ, ახლა სანამ არ მოინდომებენ იმათ ხელის დადებას, მანამდე გვირაბს ვერავინ ვერ შეეხება. ამიტომ არის ეს, რომ ამიტომ გარეთ ხო ჩანს ყველაფერი არა, გარეთ რაც ხდება ეს ხო ჩანს, მეწყრული პროცესები, ეს ჩაყრილი სანაყაროები, ეს ყველაფერი. ხო, ამაზე რო ვსაუბრობ, ერთხელ მაინც სატელევიზიო არხზე გაშუქებული გვირაბების და ამ პროექტის თემა, რომ ესეთი გვირაბები, ესეთი პროექტი კეთდება, ხო უნდა იყოს, ხო არ არსებობს. არა, რატო
ყველაფერი მიდის შენებლობის მომენტში, აი ერთი პატარა მე მინახია რომელიღაც სოფელში რაღაც საქანელად დადგეს და მთელი დღე თქვენ ამბობთ დეტალური გაცნობა არ შეიძლება იქ მე მოსმენილი მაქვს კიდე გეუბნებით არ აყვირდეს ვინმე და არ მივიდეს ჟურნალისტებთან ერთი და არ გაახმაუროთ არ გააპიაროთ პროექტი არ ჩავათ არ თეთრად ეს იყო მოთხოვნა. კი ბატონო, ერთადერთი უბრალოდ უნდა ითქვას, რომ სადღაც ივნისში 2025 წლის რკინიგზამ თქვა, რომ 99% სამუშაოების დასრულებულია. ეხლა მიმდინარეობს აი ამ ლეგენდარულ გვირაბში. სამწუხაროდ დრო არა გვაქვს, რაღაც ძალიან სწრაფად ისე მე გუშინ წევნიშნე უკვე ჩინელები, ჩემეზოში იყვნენ პირადად მოსულები, ეს მოლიჩი დამთავრდა ეს პროექტი, გრძელდებოდა ხარაგაულიდან. ეხლა მოლიცსა და ხარაგაულს შორის უნდათ გაყვანა ისევ ამ გვირაბის. აი ეხლა მე ახალი გვირაბით უნდა გაგრძელდეს ეგ პროექტი და შეუერთდეს ხარაგაულს 22 კილომეტრიან რაღაც ძალიან ცოტა დრო და მე მიმართავ იმ მოსახლეობას რომელიც ცხოვრობს იმ სოფლებში დეისი, ქვები, ვახანი და ესე გაყოლებული ბოლომდე გამოვიდნენ დადგნენ და ეგ პროექტი აი გვირაბები აფეთქებებით არ გაკეთდეს თორე ყველაზე ძალიან საშიში და მეწყერული ზონებია დეისი და ქვები აი ერთი შეხება და დაიძრება მთლიანად მთელი სოფლები არც ეჯათუბანია ძალიან დიდი ბოდიში თუ არსებობს რაიმე ტიპის შემარბილებელი ღონისძიებები ნინო ასეთი წარმოუდგენა თუ შეიძლება და ვამთავრებთ ერთი ნებისმიერ სიტუაციაში შეიძლება ანუ არსებობს ყოველთვის არსებობს შემარბილებელი ღონისძიებები უბრალოდ კარგად უნდა სპეციალისტების მოზიდვა ამ სპეციალისტებში ვიგულისხმებ გარემოს დამცველებს არა მარტო გარემოს დამცველები გეოლოგები გეოინჟინრები და ასე შემდეგ გადაწყვეტილებები უნდა მიიღონ სპეციალისტებმა ძალიან დიდი მადლობა ჩვენათვემებს დაუბრუნდებით ხშირად ფაქტიურად ყოველთვის ძალიან დიდი მადლობა გელამ თივლიშვილს თამარ მშვენიერაძეს ღია სივრცის გუნდს რომელმაც იმუშავა მთელი კვირა იმისთვის რომ თქვენ მოგესმინათ და გენახათ ეს ყველაფერი გაყოლხმესი მადლობა ამ ინფორმაციისთვის ჩვენ მომავალ შაბათამდე გემშვიდობებით ღია სივრცე ეთერში იქნება 27 სექტემბერს ღამის 10-დან 12 საათამდე ფორმულაზე მადლობა